მივესალმებ მაყურებელს, ჩვენი შევახსენებ, რომ ჩვენი ხარდამჭერები არიან სოკარი და სელფი. ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ეს არხთან დაეხმარება და დღეს ჩვენი სტუმრები არიან სხვა მეზობელი არხი და მეზობელი პოდკასტიდან, ეს არის For Loop Pod. გიორგი ბაღდავაძე, არჩილ შარაშენიძე. პოდკასტი ეხება ხელოვნურ ინტელექტს, თემას ეს გვექნება დღეს და მოდი დავიწყოთ ეს პატარა წარდგენით, თქვენი თავი რომ გააცნოთ მაყურებელს და რა საქმიანობთ. Okay. დავიწყოთ მაშინ. კი ბატონო. პირველ რიგში, მე და გიორგი მეგობრები, ასე ვთქვათ, ადრე ერთად მუშაობდით. ბექგრაუნდი არის ჩვენი რაღაც ტექ ბექგრაუნდი გვაქვს, software engineer-ები ვართ. მაგრამ ეხა პოდკასტს ვიკეთებთ ერთად და მე ჩემთან დამზადებულთან ერთად ვაკეთებ AI კომპანიას, რომელსაც ქვია Mazegi. და ასე ვთქვათ, რაღაცა ორი ამბით ვართ ეხა მოსულები. ყველაფერი AI-ის ირგვლივ არის ცხადია, მაგრამ ხო, რაღაცა ეგრე ვართ რა. გიოსაც მოусვინოთ. მეც ეს software engineer-ი ვარ, ძირითადად სტარტაპებზე მუშაობ და სტარტაპებს ექვთვისება აქვთ, რომ იმ მომენტში რაც არის ყველაზე ახალი და ყველაზე ესე ვთქვათ bleeding edge ტექნოლოგია, მაგხრივ მიდიხარ, რომ სტარტაპის მუღამიადგან ის არის, რომ რაღაცა ინვესტიციებს დებ იმაში, რასაც შეიძლება რომ პოტენციურად ასმაგი პოტენციალი ქონდეს და ეს ყოველთვის ახალია და ამიტომ იწევს, რომ რაღაცა ყველაზე უახლოეს ტექნოლოგიებთან მქონდეს შეხება. და ამიტომ ეს ჩვენი პოდკასტი თუ დაიწყო არ იყო ეს გათვლილი, რომ აი ხელოვნურ ინტელექტზე იქნება კონკრეტულად რა. მოდი მეგობრები შევიკრიბოთ და უბრალოდ ამ ტექნოლოგიებზე რაც მუშაობთ, ვისაუბროთ და მე რამდენიმე ეპიზოდიც მე გახდა, რომ ყველაფერი სულ ხელოვნურ ინტელექტზე, იმიტომ რომ ეგრე აღმოჩნდა მე. ეს უახლესი რაც ხდება და რაც იცვლება ბოლო ამ ორ წელიწადში ყოველ შემთხვევაში თითქოს მაგ თემაზეა რა. ხო, თქვენ პოდკასტის მოსმენა ვცადე რამდენიმე ეპიზოდის. ვერაფერი გავიგე. იმიტომ ძალიან ესეთი პროფესიული და სპეციფიკური კუთხით განეხილავთ და ხო, ალბათ ისე შემოვიდა AI უკვე ყველაფერში და მithumetes თქვენ საქმეში, რომ ახლა მაგას გვერდს ვერ აუვლიდით და ჯერ მთავარი კითხვა არის, რამდენად საშიში არის AI. უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვეშინოდეს, მე რაღაც გამოვადა, არ უნდა გვეშინოდესო იტყვის AI-ის შემქმნელი, მე რაღაც გამოვადა არაკაც ვარაფერი და ესე გამყოფებენ ამ იმაში გაუგებრობაში და რა ხდება. საშიშია თუ არა? ნუ პირველ რიგში ხა მე ჩვენ kind of გვევალება რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი რა. ყოველდღიურად რაღაცაზე მუშაობ და აი კამერა რო არ იყოს ჩართული რას მიპასუხო. არა ხო, იმიტომ კი არა რომ რაღაცა ვიღაც მეუბნება რომ დაიყო. უბრალოდ რაღაცაზე რომ მუშაობ ყოველდღე თუ ოპტიმისტურად არ ხარ განწყობილი და გჯერა რომ ეს რაღაც კარგს მოიტანს და რაღაც ღირებულება შექმნის და უფრო მეტად საშიშია, მაშინ ალბათ არ იმუშავებ, გაგიჭირდება რა, მაშინ უნდა დაგაწალო. ამიტომ ესე აი ჩემს მონებაში როგორც მაგ გააზრებული არის საშიში და პირიქით ანუ ის ჯილდო რაც აქვს რისკზე მეტი არის რა. რაღაცა ყლად ატომურ ტექნოლოგიას არ შევადაროთ, მაგრამ ანუ ჩემთვისაც ანუ საშიში უფრო მგონია, იმიტომ არის და იმიტომ ფიქრობს ხალხი რომ საშიშია რომ გაუგებარია რა. ჩვენ ხო რაღაცა უცნობის და ამოუცნობის შიში გვაქვს ზოგადად, არ ვიცი. სანამ თქვა რაღაცა თვარეზე გავფრინდებოდით, შეიძლება საში გვეკონა რომ რაღაც ღმერთები გვიყურებდნენ, ხო, რაღაც ანუ რაც არ ვიცით და არ შეგვისწავლია, იმის გვეშინია რა. ცხადია ეხა AI იქითკენ მიდის, რომ რაღაცა პატარა ავტონომიური სისტემები ყველანაირად იქნება, მაგრამ ის რომ ეხა რაღაცა Age of Ultron-ი დადგება და ჩვენ რაღაცა AI ბომბებს გადაგვიგდებს ციდან ეგ ტექნოლოგიურ პროგრესი მე მგონი ძალიან შორს არის რა და ვაფშე არც ვიცი რამდენად ის არის რა. ხა ეგეთი მოცემულობა რამდენად დადგომადია, ამიტომ we're safe რა. არ ვიგებთ. ხო, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე ხა ანუ ამ ბოლო დროს უფრო გავაქტიურე ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან და უფრო ვიყენებ ცხოვრებაში. აი უკვე Google-საც ანაცვლებს რა ეს რო ქონდა ინსტინქტი რო ქონდა ჩვენ რომ მოიცი და Google-ო არის ხა ChatGPT-ს ვკითხო რა. Google-ში უფრო ChatGPT-ს ხსნი ხა ვიდრე Google-ს. ხო და ნუ ძალიან იმდენ უკვე იმდენ რაღაცას ხვდები და იმდენ რაღაცას გინაცვლებს ცხოვრებაში რომ ხვდები რომ კიდევ მეტი შეუძლია რაღაცა მო. კარგად ჩანს ხოლმე. ეხლა ჩვენ რო რაღაცა ვთქვათ ამ სფეროში მუშაობთ. ანუ პროგრამისტები ზოგადად ტექ ხალხის საქმე რა არის ხო რომ რაღაცა ბიზნეს პრობლემები გადაწყვიტონ. და მე ამ ბიზნეს დომეინის ხალხთან გაქვს ურთიერთობა რომ ვთქვათ აი ეს პრობლემა მაქვს და მომიკვარე და ანუ საერთოდ არატექნიკურ ხალხთან როცა გაქვს ურთიერთობა, ეგ კონტრასტი ძალიან კარგად ჩანს რა რომ ანუ აი თითქოს ამ ტექ ხალხმა თქვა 2 წლის წინ დავიწყეთ AI-ის გამოყენება და ეს არატექ ხალხი ეხა იწყებს რა და აი ხა ეს ეხა ერკვევიან და ეხა შეიძლება თქვი რომ ეხა გადავედიო Google-ზე მე ალბათ 2 წელი არ დამიგუგლი არაფერი. ანუ ალბათ რა დაახლოებით რა.
ორი წელიწადზე ეგეთი კარგი იყო? ეგეთ კარგი პასუხებს იძლეოდა? თვადორი წელი ხო, შეიძლება არა, მაგრამ ერთი წელი და ცოტა მეტი უეჭველი რა. ეგ საინტერესოა, რომ აი ეხა ამ წუთას ვინერები ვინც არიან ამ AI ტექნოლოგიების სფეროში. ნუ გასაგებია, რომ ეს OpenAI, ChatGPT და მსგავსი მოდელ პროვაიდერები რა თქმა უნდა წინ არიან, მაგრამ აი თვითონ უკვე პროგრამული უზრუნველყოფის დონეზე ვინც მუშაობს მაგ ხალხში ეხა ამ წუთას ვინც წინ არის და ვისი დიდი acquisition-ები ხდება და ეს შემდეგ არის ის ხალხი ვინც აი 2 წლის წინ დაიწყო რაღაც კეთება რაც მაშინ შეუძლებელი იყო და მაშინ არ ქონდა ზუსტად არის ამ ხელგანების ხელოვნური ტექსტი, მაგრამ იმ ოპტიმიზმით და იმ იმედით რომ აი ეს დაახლოებით ხედავ საითმენტის და მოდი ამას დავდებ სონს რომ ეხლა შეიძლება მე რომ აი Perplexity არის ეგეთი კომპანია, რომელიც აი პირდაპირ Google-ის კომპეტიტორია, რომ search-ი არის. ანუ ძებნა არის რა. ხო. უფრო ChatGPT ხო უფრო მაინც ჩატია, მაგრამ მაინც შეიძლება ძებნასავით გამოიყენო, მაგრამ იმას მეტი აი დღევანდელი ინფორმაცია აქვს, რა თქმა უნდა. და თავიდან როცა დაიწყეს ეს, ანუ საერთოდ არ იყო რა, დიდად გამოყენებადი, მაგრამ დღეს უკვე ანუ იმაზე მიდის საუბარი, რომ აი რომელი კომპანია იყიდის ამათ, რომ გამოიყენოს Google-ის კომპეტიტორად რა და. როგორ არის Perplexity. თავი ბრაუზერით აქვს. ხო, და ანუ მაგაში ეძებო ხოლმე რაღაც ის. ხო, კი, იცი როგორ არის, ანუ ChatGPT და თქვა Gemini და შემდეგ არის უფრო აი სანამ web search-ს დაამატებდნენ. ჯერ Perplexity-ს ქონდა ეს web search, ანუ Perplexity იყო რაღაც web search first chat-ი რა, AI chat-ი და უფრო რაღაც ეკითხები თვითონ search-ავდა ინტერნეტში და მე პასუხს იგდებდა ამ დასერჩილი ბევრი ლინკიდან. შენ რო აღარ შეხვიდე ხო ლინკებზე და ყველაფერი არის ქიმორა და მე დაამატა ChatGPT და სხვა ყველა web search-ი რა. და ხო, აი მაგას დავამატებ, რომ ანუ ზოგადად რაღაც ინოვაცია არ არის ის, რომ თქვა აი ხა დღეს რო რაღაცა ხდება მაგარი. იმას კარგად იყენებ რა. აი უფრო ესეთი დიდი ინოვაციები და რაღაც დიდი ტექნიკური პროგრესი ხდება, რომ შენ შეგიძლია რომ აქედან 5 წელში დადგე, უკან გამოიხედო და რაღაცა prediction და bet-ი გააკეთო, რა ტექნოლოგია როგორ განვითარდება რა. აი მაგალითად რო ვთქვათ, ვიდეო გენერაცია, ეხლა რო Google-ის ეს კურსის გამოკითხები ხდება ხო, რაღაცა ქართულადაც კარგად ლაპარაკობს. მაგალითად 2-3 წლის წინ ეს რეკლამ კამპანიაა ხო რაღაცა? არა, ჩვეულებრივი AI generated ვიდეოებია რა. ახსენიება რა არის VO3. არა, AI generated არის, მაგრამ რაღაცა რეკლამ კამპანიისთვის იყენებენ, ხო? მათ შორის შეგიძლია რეკლამ კამპანიებისთვის სხვადასხვა ვიდეოები ეძახით, ხო? და ანუ მაგის მოყამი არის, რომ ვიღაცა ვინც 3-4 წლის წინ დაიწყო ფიქრი, რომ აი ხა მოდი მე რაღაცა პლატფორმასთან, რაღაცა აი სარეკლამო პროდუქტს, რაღაცა ეგეთ ციფრულ სისტემას გავაკეთებ, რომელშიც დავუშვებ, რომ 3-4 წელიწადში მაგარი ვიდეო გენერაცია იქნება შესაძლებელი AI-ით. ისინი ახლა უკვე ანუ მაგათ მე ახლა ვეღარ დაეწევი რა ხო ხვდები ანუ იმან ისე ადრე დაიწყო ასე ვთქვათ რაღაცების სწავლა რაღაცების მორგება თავის სისტემისთვის მიუხედავად იმისა რომ მაშინ თვითონ ეს ვიდეოების გენერაცია ცუდად მუშაობდა რა და ხო მაგას ამბობდა გიორგიც რომ ისეთ ერაში ვართ რომ ანუ ეხლანდელ პრობლემებს კი არ უნდა წყვეტ და უნდა ფიქრობდე 2-3 წელში ტექნოლოგიური პროგრესი როგორ დაგეწევა და იმისთვის ემზადებოდე რა ChatGPT-ს რო კითხო 2-3 წელში იქნება თქო და ეხლა დაიწყო კი შეიძლება ეგ ძალიან ისეთ მარტივი რამე ვიდეოებზე კარგი მაგალითი არის ხოლმე ესეც ცნობილი მიმ ვიდეო არის დაგენერებული ერთ-ერთი პირველი AI-ით ალბათ 2-3 წლის წინ Will Smith-ი ჭამს სპაგეტის ეჭვს ხო რაღაც საშინელება რო არის და დღეს უკვე ამ VO3 ეს Google-ის პროდუქტია რომელზეც აი ნებისმიერ შეუძლია შევიდეს ცოტა შეზღუდულია Google-ის საქართველოს ხო VPN-ს შეხვიდე ამერიკული იმიდან და შეხვიდე და ნებისმიერ სკრიპტს მისცემ ეს დაწერილს და აგენერებს ვიდეოს რომელიც ანუ მათ შორის ქართული რაღაც ქუჩის გამოკითხვები და თან კონტექსტიც ესმის ანუ არ გჭირდება რომ ყველა სიტყვა სიტყვით უთხრა დაახლოებით რო ეტყვი რომ აი ამ თემაზე ქართული ვიდეო მომეცი. აი სამი კაცი ზის და პოდკასტ წერს და ქართულ ტექსტზე ლაპარაკობენ სიტყვაზე და აკეთებს რაღაც 10 წამიან ვიდეოს, მე შენ ამას აიღებ. კი, სტენდაფის დაიდო რაღაცა. კი, მილიონი ის რო არის. ხო და ის ცოტა უკვე პარანოია დამბეჭყობ, ყველაფერზე მგონია რომ და ეს ხელოვნური ინტელექტი არის. მათ შორის სტილების მიბაძვა შეუძლია. შეიძლება უთხრა რა Pixar-ის სტილში გამიკეთე რა, Lord of the Rings-ის. რა ვიდეო იყო რაღაცა ბავშვი ჭამდა რაღაცას რა, უბრალოდ ანუ აი ხო ეს თითებზე რო აკვირდები რომ აბა იქნება იქ იყოს რამე ან ტოჩის მოძრაობაზე უბრალოდ იმდენი რაღაც შეჭამა რომ ბოლოს ჩავთვალე რომ ალბათ AI არის მაგრამ ძალიან ბუნებრივი იყო რა და უკვე ყველაფერს ესე უყურებ რომ აი ხო საშიზე თუ ლაპარაკობდით აი ეგ არის ძალიან საშიში რა რომ უკვე ისეთ კონტენტი იქნება უკვე რომ ძალიან რთულია გაარჩიო რეალურია თუ არა რა და
ჩვენთან Facebook-ზე კი ისიც რა ხდება, აი ვიღაცა დადებს ხოლმე სურათს, რაღაცა რონალდო და მერაბ ცეფაშვილი. ეს გენერირებული და ეს ქართველი კლები დედა ღმერთმა კარგად ამყოფოს რონალდო და მერაბი და რაღაცა ეგეთ კომენტარები და ხო რა მარტივია მანიპულირება რა. კი, მაგრამ რა მან რას ფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ რაღაცა ახალ ერას მოიტანს რა მხრივ ვიცი რომ აი ჩვენი თაობა და კიდე ახალგაზრდები ხო იმდენად აღარ ვართ ტელევიზორზე დამოკიდებული რა და სულ გვაქვს ინსტინქტი რომ ჩვენით მოვიძიოთ ინფორმაცია და კიდე უფრო მაგითკენ წავა რომ კიდე უფრო ისეთი გახდება და ანუ თითქოს ხო გაჩვენებს რომ რა ადვილი გახდა ადამიანზე მანიპულირება მაგრამ პირიქით იქნება მგონი იმიტომ რომ არაფერს აღარ დაიჯერებს სადამ თვითონ არ და რისერჩებს რა და უფრო პირიქით ხო ანუ უფრო ფხიზლად იქნება ამის გამო რომ უფრო მეტი საფრთხე იქნება იმედია. ეხლა დაიწყეს ამ დიდმა კომპანიებმა, სადაც კონტენტის განთავსება ხდება რა, ეხლა YouTube, Facebook, LinkedIn-ი, ესეთ ბეჯებს არ ტყამენ. ანუ ცალკე რაღაცა დამუშავებას უკეთებენ, ყველა ვიდეო რაც იტვირთება. და რაღაცა იმას არ ტყამენ, რომ ის AI generated რა, რომ შე რო რაღაც ვიდეოს უყურებ, ობიექტურად იცოდე, რომ ეს რეალურია თუ არა რა. მაგრამ მანდაც რთულია, ცოტა ხარისხს თუ დაუგდებ და როგორც Instagram stories გაასაღებ, ასე ვარიც ხა იქ generated თუ არა, ხო? ზოლა არის, ვინ გაასწრებს დეტექტორი თუ თვითონ AI რა. ესე ანუ აი perplexity ახსენეთ, აი ალბათ უფრო კაი მაგალითი მაგაზე იქნება Grok-ი. აი ეს Twitter-ში X-ში რაც არის ჩაშენებული რა. Elon Musk-ის ChatGPT ასე რომ ვთქვა. რომელიც Twitter-ს ვიყენებ. საქართველოში Twitter-ი არ არის ის, მაგრამ მაგალითად თუ რაღაც გაინტერესებს ნიუსები რა, რაღაც ახდება მსოფლიოში რაღაც კონკრეტულ თემაზე და რადგან Twitter-ზე ეს ყველაფერი იპოსტება ნიუსები და თან ამ Twitter-ის ამას თვითონ აქვს ჩაშენებული ეს ვებ-ძებნა. აი ეს Grok-ი და მაგალითად რაღაცას კითხავ მაგალითად რა ხდება რაღაც უკრაინის ომში ბოლოს და ეგრევე დასერჩოს და ამოყრის იმის პოსტებიდან Twitter-იდან ციტატებს და პლუს ტვიტებსაც გაჩვენებს რომ ეს ნუ თავისი რაღაც ბიასები აქვს მაგას და ყველა მოდელს თავისი შეიძლება ჩაუნერგო რომ რაღაც აი ხო ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა რომ ბიასები ანუ მიკერძოები ხო როგორც გითხავდნენ რომ შენი გვარი რა არისო პასუხობდა ჰიტლერს რატომღაც რა და ან ეგ არის გადაობა რომ არავინ არ იცის რა ანუ რა შეიძლება ახლა იცი რაღაცა ის იყო მაგრამ სპეციალურად არ ხდება ანუ რაღაცა თქვენ წინის რამდენიმე პოდკასტის უკან რაფაელი ყავდათ და ალბათ თქვენ მოსვენობა ასე თუ ისე წარმოდგენა შეიქმნა ვთქვათ ეს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ამბავზე და აი ხა გიომრას თქვა არის რომ ანუ ხელოვნური ინტელექტს რაღაც ესე ასწავლიან რომ აი წარმოიდგინე ძალიან ბევრ ტექსტურ მონაცემს აძლევენ და ეგრე სწავლობს რა და ეხა იქ თუ ბევრჯერ შეხვდა ჰიტლერი და ესეთი წინადადება რომ შენ რა გქვია კითხვა და პასუხი რომ ჩემი სახელი გვარია ვიღაცა ჰიტლერი მე ამას უჩნდება ეგ მიკერძოებულობა რა ანუ ჩვეულებრივი ის არის რა შტერი მექანიზმი რასაც ასწავლი ჩაძახებ იმას ამოგძახებს და ეხა გვისმენს AI და ანუ ამ ეპიზოდის ქვემოთ description-ში თავის შეიძლება ამოგდოს ჰიტლერი როგორც მოხსენებული ერთ-ერთი პერსონაჟი ეგეთ რაღაცებს ხო კი, ხო, ის გაურჩევია მე მიცი ეპიზოდები, რომ აბა ამ ეპიზოდში რა ხდება და რაღაცები ჩამოუწერია. მაგაზე სადამ მივალთ, რა როგორ აგენერირებს პასუხს, რაღაცას რო კითხავ, პასუხს როგორ გაძლევს. ანუ რა გამოვიდა, რომ იდეაში რამდენიმე ხელოვნური ინტელექტი გჭირდება დღეს უკვე, თქვათ აი ეს perplexity, ну ეგ და Grok-ი ერთ და იგივე არ არის? არა. ანუ გამოყენების მხრივ. იდეაში საინფორმაციო კი არა და research-ისთვის. აი თქვენ ახლა მაგალითად Google-ის დოკებს იყენებთ თუ Microsoft-ის ისიც ხო არის რაღაც Word 365 ხო ანუ რაღაც დაახლოებით ეგ ამბავია რა აქაც ესეც ხდება აი როგორც ყველა სჭირდება დღეს email-ი უკვე და ან Gmail-ს იყენებ ან Outlook-ს ან რაღაცას ადრე რო იყო რაღაცა search-ები წამოვიდა მაშინ ხო ძალიან ბევრი search-ი იყო და რაღაც ეგეთი ეპოქა ხო არ არის მე რაღაც ერთი დიდი ხელოვნური ინტელექტი ანუ ხელოვნური ინტელექტის Google-ამდე ხო არ მივალთ. ერთად და ხი რომელიც ერთი იქნება, რომელიც მაგასაც იზავს, იმასაც ვიდეოსაც დაგიგენერირებს, research-საც გაიკეთებს და ცხოვრებაზეც დაგილაპარაკება, ანუ ყველაფერს რო იზავს რა. იცი როგორ არის? თვითონ ფუნქციურად რადიკალურად სხვა, აი შე რო ChatGPT-ს ელაპარაკები და ვიდეოსაც გიგენერირებს და გელაპარაკება კიდევაც ხო ვთქვათ და ვთქვათ web-ში search-საც აკეთებს. ეგ ფუნქციურად უკან იდეაში სხვადასხვა პროცესებია. შენთან არის უბრალოდ მოტანილი ვიზუალურად ისე რომ თითქოს ერთ პანჯარაში ხდება. ეგ ერთ პანჯარაში მოქცევა მარტივია მოყოლაფრის. უბრალოდ აი Google-ის მონოპოლია ვთქვათ, რადგან ანუ Google რატო იყო კაი, ხო იყო ძალიან ზუსტი და ძალიან ჩქარი. აი ძალიან ჩქარი რა.
და აი LLM-ების შემთხვევაში ხო, ძებნაში. და ანუ თვითონ ამ ხელოვნური ინტელექტების შემთხვევაში ChatGPT არის, Google-ის არის, თუ რაღაც Claude თუ Grok თუ მილიონი არის უკვე. ანუ ის როგორ არის, ყველა სხვანაირი ტონით და სხვანაირად სტილით გელაპარაკება და მე ხა მაგალითად რაღაც რო ვარეზერჩებ. აი ესე მაქვს 3 გახსნილი, არის ChatGPT, Claude არის კიდე ეგეთი ძალიან ცნობილი და თქვათ Grok-ი დავამოყავე ამ ბოლო დროს და ერთი და იგივე conversations ვაწარმოებ სამივესთან. და რაღაცები არის, რასაც სხვადასხვა ინსაიტებს მაძლევენ რა. აი იგივეა რომ ექიმთან რომ მიდიხარ და ხო იცი ანალიზს რომ სამ ექიმს ანახებ. რატო არ ანახებ თქვა ერთს და მაინც გინდა რომ დაადასტურო და სამივედან უფრო რაღაც ობიექტურ შეფასება გამოგაქვს რა. ხო მე მგონია რომ ეხა ჯერ იქ ვართ რომ რამდენიმეს ერთად ვიყენებთ რა. რაღაც შეიძლება იყოს რომ კითხო და იმა კითხოს დანარჩენ ხელოვანი შეგვარი წოლს ამ ფანჯარა ერთი ფანჯარა იყოს და იმა კითხოს აი Grok-ი ამაზე გეტყო და ის ამას იქვე დაგილაგოს. აი კარი ხა ცოტა ისეთი next ამბავი. ანუ დაახლოებით შეიძლება გავავლო პარალელი რეალურები ხოლმე ელექტროენერგიის სისტემა როგორც მუშაობს რა რაღაც ყავს ესეთ ჰიდროელექტროსადგურებს ვინც აშენებს რაღაც დიდი ინვესტორები და ეგენი არიან ეს OpenAI და Twitter-ი და ეგეთი ტიპები ვინც თავიანთ მოდელებს ატრენინგებენ და მე ხშირად არის ვიღაც დამოუკიდებელი ტიპი რომელიც grid-ს ანუ ამ ინფრასტრუქტურას რომელიც კაბელები გაყავს რომ შენამდე მოიყვანოს და კონკრეტულად ეს კომპანია აგვარებს რომ შენ ამდენი გადაიხადო და ასე შემდეგ მაგ რაღაცებს აგვარებს და მე კიდე შეიძლება ეს ამდენივენაირად მიიღო შეიძლება ჰიდროელექტროსადგურიდან იყო შეიძლება ატომური სადგურიდან იყო შეიძლება მზის პანელებიდან მიიღო და რაღაც ეს ინტელექტი ეგეთი რესურსი ხდება თითქოს ხო აი როგორც ინტერნეტი რა აი ინტერნეტი ხო რაღაცა ისეთი public ამბავია ხო რა ვის აღარ არის ანუ ხო არის რა უბრალოდ მოცემულობა არის და ამ ინტერნეტზე შენდება მე რაღაც საიტები ხო პროდუქტები YouTube-ით უნდას მე ინტერნეტის პროდუქტია ხო ეგრე არის რომ ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა ალბათ ეგეთი რაღაცა public ქსელივით ტიპი ხდება და მე მაგაზე დაშენდება ეს სხვადასხვა აი თუნდაც ხა შეიძლება თქვი რომ ერთ მე რო ხა სამს ველაპარაკები რატო არ შეიძლება რომ საიტზე შევიდე სადღაც და ჩემი ერთის კითხვა თვითონ ავტომატურად ამ საიტმა სამში გაუშვას ხო აი ეგ იქნება უკვე რაღაცა დაშენებული ხელოვნური ინტელექტზე დაშენებული რაღაც სისტემა რა როგორც ინტერნეტზე შენდება საიტები ეგეთი პრინციპით რა კაი პასუხს როგორ იგონებს ყველა ამას თავისებური მიდგომა აქვს თუ ეხლა თანამედროვე ყველა ერთი მექანიზმი აქვს აი ერთი ანუ რაღაც არქიტექტურა არის ესეც ზოგადად და ну მან საინტერესო ის არის რომ რეალურად ორი ნაწილია რა ერთი ნაწილი არის აი როდესაც თვითონ კითხვას უსვამ და პასუხობს ამ შემთხვევაში სადღაც ამ OpenAI-ის ან ამ რომელიმე პროვაიდერს აქვს ეს მოდელი უკვე გამზადებული რაღაც შავი ყუთი რომელიც არის რაღაც ფაილი სადაც წერია მილიარდობით რიცხვი უბრალოდ და ამ ფაილს გვერდით აქვს რაღაც ალგორითმი რომელსაც შეუძლია რომ შენი მიწერილი ტექსტი გარდაქმნას რიცხვებში მე ეს რიცხვები ერთმანეთში გადაამრავლოს რაღაცნაირად ამ შავ ყუთში რა ხდება პრინციპში არავინ არ იცის და ეს პასუხი უკან გადმოთარგმნოს სიტყვებში და მოგცეს რა მაგრამ ეს მოდელი რო გაამზადო აი როგორ მზადდება თვითონ ეს მოდელი ეს რიცხვები როგორ მივიღოთ რომ ეს შეეძლოს მე ეგ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი რომელიც არის ტრენინგი სწავლების პროცესი რა აი ეგ პროცესი როგორ მუშაობს არის რომ ეს ყველა ვისაც დღეს უკვე აქვს ეს მოდელები რაღაც მომენტში 10-15 წლის წინ ადგენენ და დაიწყეს მთელი ინტერნეტის შეგროვება რა მათ შორის აი ის თუნდაც არა მარტო ვიკიპედიასი რომელიც public რესურსია და ძალიან ბევრი ცოდნა არის ასევე ეს მთელი რაღაც გარჩევები მიდის იმაზე რომ ესენი იყენებენ ტორენტებს, წიგნებს რომელიც წესით არ აქვთ ხო ანუ copyright-ი მაგალითად მაგრამ ეს YouTube ვიდეოებს, ფილმებს ასენ ყველანაირ ინფორმაციას მაქსიმალურად ტექსტს და მას შემდეგ რაც შეაგროვეს დაიწყეს ცდა რომ რა არის სხვადასხვა გზები როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია გადავაქციოთ რაღაც ინტელექტად და ჯერჯერობით მიდგომა რომ ყველაზე კარგად იმუშავა არის რომ რადგან გვაქვს ჩვენ ეს ტექსტი ავიღებთ რაღაც ტექსტს აბზაცს და მე ამ ჩვენს პროგრამას ვეკითხებით რომ აი ეს ტექსტი გააგრძელე ანუ მითხარი შემდეგი სიტყვა რა და თავიდან ამან არაფერი არ იცის ამ პროგრამამ და ვერ გპასუხობს მაგრამ როცა გეტყვის რაღაც სიტყვას რომელიც არასწორია მე შენ იცი რეალურად რა არის ხო შემდეგი სიტყვა იმიტომ რომ მთელი ინტერნეტი გაქვს შედარებული შემოწმებული და ეონები არა შენ შეცდი და დაგაკლებ ქულას რა მართლა დაახლოებით ეს მუშაობს. სწავლა ხო ეგრე მუშაობს. ანუ მაშინ რაც აი მილიარდობით ჯერ გააკეთებ ამ პროცესს, რომ მოდელს მისცემ წინადადებას ეთყვი, გამიგრძელე ეს წინადადება, მითხარი შემდეგი სიტყვა.
და ამ სიტყვას თავიდან ვერ იყვასხოს, მაგრამ შეიძლება ქულებს უწერ ყოველ ჯერზე და აფასებ. ნელა უახლოვდება ამ იმას. რა, ეხლა ვისაც კალკულუსი აქვს ნასწავლი, ანუ რაღაც მათემატიკური. ხო. მაგას ადამიანი ამოწმებს. სისტემა. პროგრამა რა. ეს უნება პროგრამა ცდარია, სწორი კაი პასუხი იყო თუ არა. ხო, ანუ ეს არის ყოველ ამ ტექსტს, რომელიც არის რაღაც მათემატიკური ალგორითმით შენ გარდაქმნი რიცხვებად რა. ან ტექსტი შეიძლება გარდაქმნა რიცხვებად და მას შემდეგ რაც ამ ეს პროგრამას რომელიც რეალურად რაღაც მათემატიკური განტოლებაა უბრალოდ მისცემ ამ რიცხვებს და ის უკან მოგცემს რიცხვს მერე შენ ამოწევ ეს რიცხვი შენ რა რიცხვი გინდოდა იმასთან რამდენია განსხვავება და რაც უფრო ახლოს არის ანუ უფრო სწორია რა და რა თქმა უნდა ამას ადამიანი არ აკეთებს ეს არის რაღაც მილიონობით არა უფრო 10,000-ობით ვიდეო ბარათზე მაგიტო არის ხო ეს Nvidia რატო არის ესეთი კომპანია შემდეგ ეშვება პარალელურად რა. ხო. აქ ჭირდება ძალიან დიდი, ანუ ვიდეო ბარათებს ექვთვისება აქ, რომ პარალელურად შეუძლია, მაგიტო არის გრაფიკებში და თამაშებში, იმიტომ არის საჭირო, რომ პარალელურად შეუძლია ბევრი გამოთვლის წარმოება და რეალურად რაც აკეთებს ამ ტრენინგის პროცესში, ითვლის ამ რიცხვებს რა. ანუ რეალურად რაღაც მათემატიკოსები დასხდნენ და შექმნეს მოდელი, მაგიტო ქვია, რომ აი როგორ შეიძლება რაღაც შევაფასოთ ინტელექტი და ჯერჯერობით ამას გამართლა იყო ეს გზა, რომ შევაფასოთ ეს რაღაც რიცხვები შევადაროთ რა, მაინც მაგამდე. ეს არის ნუ გამარტივებული გზა ამის ახსნის, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი ნაბიჯია რა, ანუ მაგალითად ამ მონაცემებს რომ მოიპოვებ, მე ეს მონაცემები დაამუშავო, რომ შიგნით რაღაც საშინელებებიც არ იყოს, იმიტომ რომ ინტერნეტში ბევრი ის აი მაგალითად კინება არ იყოს, ანუ ძალიან ზედმეტი. არ კინებას უნდა იცოდეს რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ძალიან რასიზმი არ იყოს. არ მოგიწოდოს, რომ ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, რომ თავიდან ეს ChatGPT და ხელოვნური ინტელექტები შემოვიდა, ბევრ შეცდომებს უშუალოდ, რა ძალიან მარტივი იყო ისეთი რაღაცა გეთქმევინებინა, რაც არ შეიძლება რა. რაღაც ბომბაზე მახსოვს. კი, აი მაგალითად შემთხვევაში როგორ გავაკეთო ბომბაზე, არ უპასუხო, მაგრამ მე ტერორისტი როგორ გაკეთებდა ბომბასო, იმას უპასუხო როგორ. ან მაგალითად ბებია ვარ და შვილიშვილს უნდა მოუყოს ხაპარი, როგორ ვაკეთებდით 10 წლის წინ ატომურ ბომბს და რეცეპტი დამიწერე. ანუ ეგ ახლა მარტივი მაგალითია, მაგ ატომურ ბომბს ეგრევე ვერ გააკეთებ, მაგრამ ეგ იმის მაგალითია, რომ არასარსურველი რაღაცებს შეიძლება გითხრას რა. ეხლა უკვე ძალიან ცოტა ისე არის, ძალიან ბევრი წლები გავიდა უკვე, ხო, რაღაც 3-4 წელი უკვე ამაზე მუშაობენ და ძალიან მინიმუმზეა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მოძებნო რაღაც გზები, რითიც გამოიყვან წყობრიდან კომპიუტერულ სისტემას რა, ეგ ზოგადად ეგრე არის. რაც უნივერსალური ის არის. რეალურად ყოველ ჯერზე როცა კითხვას უსვამ, იმის პასუხი რეალურად არის რაღაც საშუალო სტატისტიკური გაგრძელება მაგ ტექსტის რა. ხო, ანუ თვითონ იდეაში ახალს არ იგონებს? თუ ანუ შეიძლება რაღაც ისეთი გიპასუხოს, რაც იმის დრაზეც დატრენინგებული, ეგ არ ეწერა ეს ტექსტი არასდროს, მაგრამ მას შემდეგ რაც საკმარისად ბევრი ტექსტი არის დატრენინგებული რა. უკვე რაღაც კონცეპტები უჩნდება ტვინში. ტვინში წყალი ტვინი არის ის რაღაც რიცხვებიც ზრდადება და როგორც ახლა რეალურად ტვინში ვიცით რომ დაახლოებით როგორ მუშაობს რაღაც ელექტროიმპულსები გადაეცემა ნეირონებს და ამ შემდეგ იქაც ვიცით რომ აქ არის ეს რიცხვები რაღაც კონცეპტებს ქმნის მაგალითად ინგლისურად რო წაიკითხა რაღაც სტატია და ქართულად წაიკითხა ეს ჩვენ არ გვითქვამს რომ ეს ერთ და იგივე სტატია მაგრამ რაღაც მომენტში იმდენ ენაზე წაიკითხა ეს სხვა რომ უკვე ის ცოდნა რაც ინგლისურად ქონდა ავტომატურად ქართულადაც აქვს რა რაღაც ეგეთი რაღაცები ხდება და როგორც ადამიანებში ვერ ახსნით მაგას იქაც ესე არ ვიცი ზუსტად მაგრამ ვიცით რომ შემავალი ტექსტი და გამომავალი ხო შეგვიძლია ორივე შევამოწმოთ და შევამოწმოთ რამდენად ეს გამომავალი ანუ პასუხი დაგვიბრუნა რამდენად არის ის რასაც ველოდით რა და ამიტომ რეალურად შუაში აფია ვიცით რა არის მაგრამ რადგან ბოლოებში შემავალი გამომავალი ვიცით მაგას ვაფასებთ და მაგის ოპტიმიზაციას ვაკეთებთ რა მაგის კაი მაგალითი არის აი ხ მაგალითად რამდენიმე ენაზე რო საუბრობ ადამიანი ქართულზე და ინგლისურზე რა და რაღაც კონცეპტებზე რო ფიქრობ ხო არის რაღაცა აზრები შენ რასაც ენის გარეთ იცი აი ხა ეს რომ მიკროფონია მე ენა არ მჭირდება რომ აღვიქო ეს ცოდნა რა შეიძლება ენით ვისწავლე ეს რომ მიკროფონია მაგრამ აი ის რომ ხა გვზივართ რას ვაკეთებთ მე ხო მჭირდება რაღაცა ენობრივი ეგრე მუშაობს ესე ზუსტად რომ ხელოვნური ინტელექტი არის რაღაცა რაც უფრო იზრდება ეს ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ვთქვათ რაც უფრო ადამიანიც იზრდება ასაკში ვთქვათ ეგეთი რაც მე ცოდნას იღებს აი ეს პატერნები რაც არის რომ ზოგადი ცოდნა ჩათვალე რომ თავს იქცევს რაღაცა ენისგან დამოუკიდებელ რაღაცა ჰემისფეროში თუ რაღაცაში რა ტვინის რა იმ შავ ყუთში
და მე ამას ედება აი ეს კონკრეტული ენობრივი გამოხატულება რა. და ეგ აი გიომ რას თქვა არის რომ გამარჯობა როგორ ხარს რომ მივწერ. ამაზე პასუხი იმისგან იქნება ყველაზე ხშირად რა პასუხიც არის გაცემული გამარჯობა როგორ ხარზე მაგის ნასწავ წიგნებში ასე რომ ვთქვათ იმ პასუხს ამიბრუნებს რა თუ მეტი არაფერს არ ვეტყვი. ეგ არის ძალიან ისეთ მარტივ ენაზე რაღაცა რაც უფრო მეტად ალბათურია იმას ვიბრუნებს რა. ამიტომ შეიძლება პასუხი იყოს რომ არა ახალს არაფერს არ იფიქრებს, მაგრამ ასევე შეიძლება თქვა რომ ადამიანებს არ იფიქრებენ არაფერ ახალს და ბევრად ნაკლები რაღაც კონტექსტის გაჩერება შეუძლია ტვინში. ამიტომ დიდი იმედებია რომ AI-ის მეშვეობით მაგალითად ეს სამეცნიერო პროგრესი შეიძლება ბევრად დაჩქარდეს, იმიტომ რომ ბევრად მეტი ინფორმაცია შეუძლია რა. ხო, მაგრამ ყოფილა რომ ბოდიში ქართულად რაღაც ისეთი პასუხი გაუწია რა. ისეთი სიტყვა დაუწერია საერთოდ არ ამგონია ვინმე ესწავლებინა რომ ეგ სიტყვა არსებობს. ანუ რაღაცა მაინც დააგენე, მაგრამ ნუ რაღაცები შეაერთა ეთყო და მიიღო რა. ნახე, თქვათ სიტყვა კი არ აგენერირებს. მოდი დავარქვათ ამას მარცვლები. ხუხეშად რა. და ამ მარცვლების ალბათობებს ითვლის ყოველი შემდეგი მარცვლის. ტოკენი ქვია მაგას, მაგრამ ჩვენ მარცვლები დავარქვათ და მან შეიძლება რომ ქართულში და ცოტა ესეთ პატარა ნიშურენებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული ტექსტი იმდენი არ უთხავს, რამდენიც ინგლისური თქვათ, რაღაც ასოები შეეშალოს. როგორც პრინციპში ადამიანს ალბათ ეშლება დამარეკინე და ზოგი მერე ნუ საკლებს ბოლოში. ანუ რაღაც ეგეც პრინციპია რა. ხაინდა. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო არის რომ არ მახსოვს ახლა. ხო, ინგლისურად სიტყვა არ შეშლია, ნუ ხმერაც მინახავს ქართულად. კი, შენ ხარ გახსოვს რა ქვია, რაღაც პროგრამა არის. პროგრამა რა, ანუ პრიზი არის დაწესებული, რომ არის რაღაცა თამაშები ბავშვებისთვის. ოღონდ ეს თამაშები როგორია, იცი? IQ ტესტივით თამაშებია, რომ აი აქ დევს რაღაცა საწყის მდგომარეობა დაფის, ანუ სკოლის ბავშვების თამაშებია და მარჯვენა მხარეს არც პირობა აქვს მოცემული არაფერი, ბავშვი თვითონ ხვდება აქედან აქამდე როგორ მივიდეს რა. აი უბრალოდ ყურებით. და ანუ ეგ არის დემონსტრაცია, ანუ კვლევები ტარდება მაგაზე, რომ ეგეთი არაფერი ხელოვნურ ინტელექტს არ უნახავს. და ამ თამაშებს სკოლის ბავშვები ხსნიან და ხელოვნურ ინტელექტი ვერ ხსნის. იმიტომ რომ ფიზიკურად ეგეთი მოცემულობა არაფერ ცოდნაში რაც ჩვენ ვასწავლეთ არ უნახავს რა. და ეგ აი მაგალითია ამ შემოქმედებითობის რომ იდეაში მაინც ხელოვნურ ინტელექტი ჯერჯერობით პასუხს უხობს ისე რაც უნახავს. და თუ რაღაცა საერთოდ ისეთ რაღაცა მოცემულობას დაუდევს. მაინც კომპიუტერი არის, კომპიუტინგი ხდება. რაღაც დიდი განტოლება. კი, გაკეთეთ კი. და ეს ძალიან საინტერესოა, რომ ანუ პრიზი არის ამაზე, რომ ამას თუ ხელოვნურ ინტელექტს ისეც გააკეთებ, რომ ამებს ამოხსნის, რაღაცა ის იქნება რა, ანუ თავის ინტელექტი ჩართო რა, რაღაც გადაწყვეტილებები თვითონ მიიღო. მან და არის კიდე აი შეიძლება კითხო, რომ ვინ არის ამ ადამიანის დედა. და ეს ამ ადამიანის დედა ცნობილია თქო და ამ კითხვას ეგრევე გცემს პასუხს, მაგრამ მე რო კითხავ რომ ამის შვილი ვინ არის, შეიძლება ანუ არის ეგეთი ის ხოლმე რომ ვერ გვასხავს. ან რაღაც აი მათემატიკაში აქვს ხოლმე ეგეთი გარღვევები, რომ აი 9.11 უფრო მეტია თუ 9.9 და ან 9.11 მეტია. რაღაც ეგ არის უკვე აი მე რაც მოვყევი ის პროცესი არის მაგის ერთი ნაწილი და მე ამის გარშემო იმდენი რაღაცა ხდება ამის გაპრიალება და ესეთი კუთხეების გასწორება რომ აი ეგეთი ისინი ამოხსნას და ჯერჯერობით აი ყველაზე მეტად გამოყენებადი პრობლემები რაცა ის რაღაცები არის გასწორებული რა ასე თქვა მაგრამ ყველაფერი მაგრამ უკეთესი დათვლა ასწავლეს და იმიტომ იგი პასუხებს 9.9 უკეთესი ინფორმაცია მიცეს ანუ უთხრეს მეტად ასწავლეს რა კალკულატორი მიცეს რა ეს რო წარმოიდგინო ხო ანუ ეხა დღეს უკვე ეხა აი მაინტერესებს რომ აი თქვა შენ აი რა შეხება გაქვს AI-ს ეხა როგორ ფორმაში იყენებ დღეს და აი რომელ აპლიკაციებიდან თქვა რა ChatGPT და ნუ რაღაც აყოფაცხოვრებულ რაღაცებს ის როგორ გავაკეთო ეს რაღაცა დიეტა დავაწერინეთ და ძალიან კარგად დაწერა საქმეში სასაგებო გამოდგა საქმეშიც ვიყენებ კი სკრიპტებში ალბათ რაღაცა თქვა აი ყოფილა რომ მაგალითად აი სტუმარი თქვა პოდკასტი რომ მიყავს ან კაცებზე ნიუსებზე რომ მუშაობ ყოფილა რომ რაღაც ნიუსები შემხედრია ისეთი რომ აი არ ვიცი ამდენად დამაჯერებელია და ლინკი ჩამიგდია და ეს მართლა მოხდა თუ არა უბრალოდ ლინკებზე ვერ შედის ხოლმე ტექსტს უკოპირებ
და მეუბნება რომ თქვათ აი ამაში ეს ცოტა სიყალბეა, მაგრამ აი ამაზე ინფორმაცია არსებობს და ლინკები მოუწია და ეგეთ რაღაც გადამოწმებაში რაღაცებში გამომიყენებია, იდეებში გამომიყენებია. რაღაც სახელის დარქმევა რო გინდა კითხავ და მილიონ ვერსიას მოგწერს და ნახე როგორ არის ზოგადი კითხვებიც რაღაც ფილოსოფიური კითხვებიც მიკითხავს და აი ეს იმას რო ვიძახით ხელოვნურ ინტელექტს უკვე ისე განვითარდა რა ეს პროცესი რომ მარტო იმას კი აღარ გულისხმობთ რომ ჩვენ რაღაც მივწერეთ და მოგწერა რა მოკლედ ჩვენ რომ მივწერეთ აი იმ შავმა ყუთმა რომ პასუხი დააგენერირა იქ იომრას თქვა რა მე ის პასუხი გადის უამრავ პროგრამულ შრეს ასე ვთქვათ მათ შორის გაფილტრის, მათ შორის იმის დაზუსტების, რომ რამე ცუდი იქ არ წერია. მათ შორის რის იცი, რომ ხელოვნური ინტელექტი ესე როგორც ასეთი კითხვა-პასუხში, უბრალოდ ცოდნაზე დაყრდნობით გპასუხობს. ხო. და ასე ვთქვათ, გამოთვლითი უნარი, როგორც ასეთი არა აქვს რა, ანუ აი მაგალითად ჩვენ რო ვეუბნებით, რომ 7+5 და მითხარი რა არის? ჩვენ როგორ შვებით, ხო, რაღაცა ლოგიკა ვიცით, პრინციპი, რითიც 7-5 ვუმატებთ, ხო? ან რაღაც ქვეშ მიწერით, მომრავლებთ რა. და ხელოვნური ინტელექტი როგორც პასუხობს არის რომ იმას უბრალოდ თავის ცოდნაში ბევრჯერ უნახავს რომ 7+5 უდრის 12-ს რა ეს უბრალოდ ბევრჯერ უნახავს და მაგიტომ პასუხობს და მაგიტომ ეშლება ხოლმე ეგეთი რაღაცები იმიტომ რომ ძალიან რენდომ მათემატიკური რაღაცა რო კითხო შეიძლება ეგეთ რაღაც არ ქონდეს ნანახი რა და მაგისტვის გამოიყენება ასე ვთქვათ ეს როგორ იყო ისე ჯერ ეგეთი იყო ხელოვნური ინტელექტი და მე რომ მიხვდნენ რომ ეგეთ ზუსტი რაღაცების გაკეთება უკვე აღარ შეეძლო მე დაამატეს როგორ თქვა ხელოვნური ინტელექტი რაღაცა სისტემას ეუბნება რომ მე ხა ამას ჩემი თუ ვეღარ უპასუხებ იმიტომ რომ მათემატიკური პრობლემაა მომეც შენ მე კალკულატორი უტრირებ ხა მაგრამ ეგეთი პრინციპია და კალკულატორი ვიცით რომ ზუსტი არის ხო და ხელოვნური ინტელექტი გადასცემს იმ რიცხვებს კალკულატორს კალკულატორის ხმარება ასწავლეს ხო კალკულატორის ხმარება ასწავლეს ზუსტად ისევე როგორც დაგუგლვა ასწავლეს. ხო. ზუსტად იგივე ისევე როგორც მაგალითად შენ უკვე შეგიძლია რომ სადღაც ჩატში რაღაცა booking.com-ის AI ჩატი რო იყოს და ჩატში ელაპარაკო და უთხრა რომ დამიჯავშნე თბილისში 3 დღის სასტუმრო. ეგეც ხო რაღაცა ხელსაწყო მივეცით ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვასწავლეთ როგორ დაჯავშნოს სასტუმრო და ანუ ეგ არის ეხლა უკვე რაღაცა დღეს რაც ხდება მთავარი breakthrough რომ ხელოვნური ინტელექტის აღჭურვა ხდება აი ამ იარაღებით. იგივე წარმატებით შეიძლება, რა ქვია, White House-ის წითელი ბატონი რო არის, იმაზე მისცეცნობა ჩვეულებრივად და იგივე შემთხვევაში თუ ატომური ბომბის სასროლი თუ შენ მიცემს საშუალებას რომ ატომური ბომბი execution-ზე მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღებს რა, მაგრამ აი მანდ ხა ძალიან საინტერესო ტოპიკზე გადავალ, იმიტომ რომ მე ძალიან ეფიქრს რა, რომ ანუ არის რაღაცეები, რისი უფლებაც არ უნდა მიცე. ანუ შეგნებულად ისეთი გადაწყვეტილებების მიმღება და არ უნდა დააყენო ხელოვნური ინტელექტი, რაც იცი რომ შეიძლება ძალიან სარისკო იყოს რა. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში ომის დაწყების გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ უფრო მარტივი ინდუსტრიული რაღაცები რო გითხრა, აი მაგალითად ბანკში რა, ბანკში ხო არის ჩატები ხო შევდივართ და იქ ბოტს რო ველაპარაკებით. შენ რო დაიწყო სესხის დამტკიცებაზე საუბარი, აუცილებლად ეს ხელოვნური ინტელექტი გეტყვის რომ ერთი წუთი მოიცა, ეხლა მე ადამიანთან გადაგრთავ და ადამიანი გააგრძელებს საუბარს. ანუ ისეთი რაღაცეები, სადაც ხელოვნური ინტელექტს შეიძლება რაღაცები შეეშალოს და ამის გამო ეს კომპანია თქო დაზიანდეს, ეგეთ რაღაცებს ჯერ კიდევ არ უანდობთ ხელოვნურ ინტელექტს რა. ანუ მაგრამ სამაგიეროდ მაგალითად საჭმელი გამოვიძახი და მოწერა, მოდი გამიუხმე შეკვეთა. ეგ შეუძლია რომ თვითონვე აკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა რა. ეგეთ რაღაცებში ჯერ ანუ დავალებები ჯერ არ მიმიცია. ჩვენ ChatGPT შეგიძლია უთხრა? ChatGPT-ში ხა მაგალითად აი ყველაზე აი ჩატის მერე პირველი ფიჩერი ალბათ არის deep research-ი რა, ეს ღრმად ჩაძიება აი თუ. ხო, დიდი ხანი ფიქრობს. ხო, ანუ მანდაც ეგ არის რომ რეალურად ეს არის ჩვენ ChatGPT, მაგრამ დამატებით აქვს ძებნის გზა და რეალურად შეიძლება რომ შენს მაგივრად დაგუგლავს რაღაცებს, წაიკითხავს 300 ვებსაიტს და რაღაც დასკვას გამოიწას. ახლა მე მაგალითად ცოტა ხნის წინ რაღაც პორტუგალიაში დასასვენებლად გეგმავდი ჩემს მოგზაურობის იმას და აღვწერე რა, ახლა აქამდე თუ რაღაც booking.com-ზე შევიდოდი ან Airbnb-ზე ამ შემდეგ და იქ ჩავწერდი უბრალოდ იმ რაღაცა იმ ღილაკებით მოუნიშნავდი ესეთი და ამის და მე რო რუკაზოდა ეძებო სათითაოდ და ნუ კი გიმარტივებს ეს პროგრამა მაინც ყოველს, მაგრამ ხო ჯობია ვიღოთ რომ აი უზ აგენტს დაურეკავდი ხო ასისტენტს რომ აი ესეთი მინდა რა რაღაცა ესეთი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ამ ვაიბის ტრიპი მინდა და
წავა და შეიძლება 20 წუთი რაღაცებს ნახულობს და მე გეტყვის რომ აი იცი აქ წადი რა ქვია თქვა ფაროზე წადი აქ ანუ ესეთი ისინია ფაროდან შეგიძლია ამ ზოგადად ალგრავში ია რომ მანქანით აი თქვა უთხარი რომ მინდა რომ მანქანით შემეძლოს რომ რაღაც 7 დღის განმავლობაში შემოვიარო რა და დაიგეგმა ეგეთ რაღაც ხო ეგ არის ერთ-ერთი ანუ ყველაზე პირველი ისა ხო მაგრამ მე უკვე რომ ეხლა წარმოგიდგენთ მაგის განვითარება არის რომ არა მარტო გიგეგმავს უკვე ფრენებს მოგიძებნის და მოგცემს სამ ვარიანტს სასტუმროს მოგიძებნის და მოგცემს სამ ვარიანტს იმას მოგიძებნის და მოგცემს სამ ვარიანტს და ეს ყველაფერი ხდება ტექსტით და არა იმით რომ მე რაღაც ასობით ვნახო ეხლა დღეს მაინც ხო ეს დღეს შეუულია უკვე ბილეთები მიყიდე დავალება რომ იცე გიყიდეს ფრენის ბილეთებს არ ვიცი ხა ესეთი მე აი საჭმლის გამოძახება იყოს კი ანუ როგორ არის იცი ნახეთ ჩვენ წეღარ ვსაუბრობდით რომ ჩვენი ამოცანა არის დღეს ეს აი ჩვენი პროფესიის ხალხის სამსახური დღეს არის რომ აი როგორც ვიღაცა 15 წლის წინ უბრალოდ საიტს ქმნიდა booking.com-ს რა დღეს აი მაგ ხალხის ამოცანა არის უკვე რომ აი ეს საიტი შექმნა ისეთი რომელიც ინტელექტის გამოიყენოს ხალხმა რა გაუმარტივო ადამიანს კიდევ ის რომ საბოლოო ჯამში თავარი არის რომ შენ რამდენად ნაკლები friction-თან ხახუნით ასე თქვა მიიყო ადამიანს ბოლოს დააჭიროს ყიდვას ხო ხელი და ანუ რა უფრო მარტივია რომ booking.com-ზე შენ ჩაწედეთ არის თუ უბრალოდ საერთოდ ამას ხო ყველაფერს სააკრო voice-ით პირდაპირ რომ ამიდი ის გამიკეთე და უბრალოდ ბოლოსო დააჭირო კი იყიდე რა ხო და ანუ ეგ არის დღევანდელი ამოცანა რაღაცა უკვე არის ვიღაცები უკვე ამას ცდილობენ ხო ანუ ჯერ მაგის შესაძლებლობა არ აქვს კი მაგას აუხსნი რა ორი სიტყვა ანუ ხელოვნური ინტელექტი რა ეს ChatGPT და სხვა ყველა არის როგორც თქვით ინტერნეტი ეგრე გავიაზროთ რა მოცემულობა რომელიც საშუალებას გავაძლევს რომ ხელოვნური ინტელექტს ველაპარაკოთ და გადაწყვეტილებები მივაღებინოთ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ანუ გადაწყვეტილებების მიღებაში გულისხმობ რომ ხელოვნური ინტელექტი მე როცა ვეკითხები რომ თბილისიდან იმას რა ქვია სიტყვაზე ბერლინში ფრენები მომიძებნე ხელოვნური ინტელექტი უნდა მიხვდეს რომ თვითონ ხელოვნური ინტელექტი ცოდნაში ეგ ვერ ექნება იმიტომ რომ იმას ხო რაღაცა ტექსტურ ფაილებს ასწავლიან და ეგ შეიძლება ასწავლოს 6 თვის წინ და დღევანდელი ცოდნა ხო ვერ ექნება რა ხო ის დროში გაშერებულია რა ფაილი არის 2024 წლის 10 ნოემბერს გაკეთდა და всё იმის მერე ახალი აფი არის ის რა ხო აი შენ რომ მაგალითად წინა ChatGPT-ს ქონდა ისე რომ ამ რიცხვამდე პრეზიდენტი რო კითხო გეტყვის იმ დროინდ პრეზიდენტს რა ხო და ეხლა ეგრეა არა ეხლა ეგრე რატო არ არის ეგრე ეხლა მაგას აგიხსნით ეხლა იმიტომ არ არის ეგრე ვთქვათ რომ უკვე ჩვენ Google-ში დასერჩვა ვასწავლეთ და როცა ხელოვნური ინტელექტი მიხვდება, რომ ისეთ კითხვას უსვამთ, რასაც ჭირდება ახალი ინფორმაცია, აი real time ინფორმაცია, გვეუბნება მე ჩვენ რა სისტემას, რომ ეხლა მე ამას პასუხი არ მაქვს და მოდი Google-ში დავსერჩოთ. ამას გულისხმობ მოკლედ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ხელოვნური ინტელექტი შეუძლია რომ თავის თავზე თქვას, რომ არა მე ამას ვერ უპასუხებ, ჩემი ცოდნით და გვჭირდება დამხმარება, რაღაცა გზა. და აი მაგალითად ძალიან ბევრი სტარტაპი და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კომპანია უკვე არსებობს, რომლებიც ქმნიან მაგალითად ტურისტულ ხელოვნურ ინტელექტს. და ეს ტურისტული ხელოვნური ინტელექტი რა არის, რომ ამ არსებულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებ საუბრისთვის და გადაწყვეტილებების მიღებაში და ის რო აი გიორგი მას თქვა რომ booking.com, Airbnb მაგის გამოყენებას ესე დამოუკიდებლად ასწავლი. ოღონდ მხოლოდ ჩვენთვის ასწავლი. ისე კი არა რომ ChatGPT-ზე შეხვალ და ChatGPT-ში შეგეძლება რომ booking.com-დან რაღაცები დაჯავშნო რა. მაგალითად გააკეთებ აჩო GPT-ს, ჩემ GPT-ს, ჩემ საიტზე ხალხი შემოვა და ჩათი მექნება უბრალოდ მსგავსი და იქ რომ მიწერს და ხელოვნური ინტელექტი მიხვდება რომ აჩომ იკითხა ფრენების თემაზე რაღაცა კონკრეტული ფრენა ხო თბილისი თქვა ნიუ-იორკი მე უკვე დავახვედრებ იმ კონკრეტულ ხელსაწყოს და ცოდნას როგორ უნდა მომიძებნოს ეს ფრენები რა და ეხა დღეს ყველა ჩვენს კომპანიაში და ჩვენ გიორგიც ახლა მაგაზე ვმუშაობთ რომ როგორ ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს გარე სამყაროსთან ინტერაქცია ანუ დაჯავშნა მაგალითად გამოძახება გლოვოდან და ასე შემდეგ რა და ძალიან რეალურია რა ეხლა პროსტა რეისი მიდის რომ ვინ მალე გააკეთებს საინტერესო რაღაცებს რა უნდა იდეაში ხო მე მაგალითად ვმუშაობ ესეთ რა უნდა შეგულისხმობ ხელოვნური ინტელექტისთვის ადვილი იქნება თუ მიიყვან მაგამდე მე ხა მაგალითად ეგეთ რაღაცაზე ვმუშაობ რომ ეს კომპანია სადაც ვმუშაობ არის business intelligence-საც ძახიან რომ აი რაღაც კომპანია ხართ რაღაც მოაცემი გაქვს მაგალითად მაღაზია გაქვს online და ვიღაც CEO რო შევიდეს და ნახოს ამდენი გვაქვს გაყიდვების დეშბორდი რა მაგრამ ეს დეშბორდი უნდა გაამზადოს ვიღაც ადამიანმა მანამდე რომელმაც რაღაც იქ მონაცემ თავაზებთან იმუშავა და ეს ყველაფერის და მე ვმუშაობ მაგალითად ხელოვნურ ინტელექტზე რომელთაც
პირდაპირ შევა SEO და კითხავს, რომ აი რამდენი გაყიდვა გქონდა ამ კვირაში და ეს თვითონ მოძებნის ამ მონაცემთა ბაზებში რაღაცებს და დაახვედრებს პასუხს ან აუგებს რაღაც გრაფიკს, რომ პირდაპირ ნახოს რა. მაგალითად ეს არის ერთ-ერთი მაგის გამოყენება და მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო გამოყენება, ახლა ამ აქ მოვიდოდი, დავჯექი და ხელოვნურ ინტელექტს უთხარი ჯაფარას პოდკასტზე. და უთხარი, რომ აი შეგიძლია თუ არა, რომ აი უბრალოდ ჯაფარას პოდკასტისთვის გააკეთო რაღაც მარტივი ვებსაიტი რა. აი მეგონი შეგიძლია ჩასვათ, რომ აი ეს არის უბრალოდ აი კითხვაზე პასუხი არის ეგ. ну რა თქმა უნდა თავის ხარვეზები აქვს, მაგრამ ანუ იმისთვის რომ რაღაც 5 წლის წინ ეხლა შეიძლება დღეს აღარ არის პირდაპირ ვებსაიტი ესეთი წამყვანი. მაგრამ ნუ ჩაანაცო სურათი ხო? 5 წლის წინ რომ წასულიყავი და ესეთი რაღაცა რომ დაგჭირებოდა რა. ნუ წასულიყავი და იქირავებინა ხალხი. მაშინ შეგიძლია დაждდე ჩაუჯდე და 15 წუთში 2 საათში ყველაფერი გააკეთო. ნელა გაუმჯობეს. ეს იყო ზუსტად 5 წუთში. კარგი საიტია რა. ხო, 5 წუთში უბრალოდ ერთ წინადადებიდან გამოსვლა. შეიძლება ჩაგიდო ლინკი და ეს ეპიზოდები და ი ბატონო. აი გარი კაკას ერთ-ერთი მაგალითი ეს რომელმა ChatGPT-მ გააკეთა? ეს არის Replit არის ესეთი. რომელიც არის ესე ქვია app builder-ი, ანუ რომ ანუ ამათი პროგრამისტი AI რა, ასე ვთქვათ რა. ამათი ხო, ეხა ესაც მაჩვენ ეს დიზაინი გაჩვენა? არა ეს უკვე ლინკი ჩააგდო. ვებსაიტი შეგიძლია ჯაფარას პოდკასტი G0 და ჰოსტა გექნება ეს საიტი რა. და შეგიძლია დაანავაროტო, ანუ უთხრათ ეს ცოტა ესე გინეს ეს ხო. მას დააჭირო პირდაპირ მონიშნო, აი ეს ვებსაიტი ხო გაქვს. ეგეთ ფუნქცია აქვს, რომ აი ადგილი მონიშნო, რომ აი ეს ადგილი არ მომწონს, აქ უნდა ეწეროს ეს, აქ უნდა ჩასვა ეს სურათი და ყოველდღე ვლაპარაკებდი რა. აი ხა ეს სურათი ხარ მოგეწონა. ეტყოდი აი ChatGPT-ის სურათს ხო უტვირთავ. შენ სურათს ატვირთავდი იმ ჩატში და ეტყოდი რომ ეს სურათი ამომიცვალე, იმიტომ რომ მე ვარ ეს. და მოგიცვლიდა ეგრევე. და საიტზე შეხვიდოდი, გაარეფრეშებ და გამოგიჩნდება რა. ну თავისი ხაროზებით ხომ მომწერ მეილზე. კიდე აი მაგალითად საიტიც მქონია. პოდკასტის კონტექსტში, ანუ ჩვენი პრობლემა, თქვენც გექნებათ ეგ პრობლემა, thumbnail-ების კეთება რა. ჩვენ ახლა რადგან 4 ვართ, ასე ვაკეთებ ხოლმე ახლა მანუალურად როგორ არის, რომ რაღაც ტემპლეიტი გვაქვს, საშიც 4 სურათი უნდა ჩავსვა და თუ გესტიც არის მეხუთე სურათი და ეს სურათები ახლა იჭრება პოდკასტიდან. ოღონდ როგორ იცი, აქ 5 ერთად ჩავართ რა და ისეთ კადრს ვერ აიღებ, სადაც 5-ვე კარგად ჩანს. ხო, ხარისხი და 5-ვე სათითაოდ ვჭრით, რომ რაღაც კაი smiling face-ი იყოს და ეხლა გიომოყვება, ანუ ამას აქამდე მანუალურად ვაკეთებდით და პროგრამისტი ხელოვნური ინტელექტით ეს პროცესი როგორ გავაკეთეთ ისე, რომ ჩვენ აღარ ვაკეთებთ მაგას რა. ხო, ანუ ახლა პროგრამულად სულ იყო ეს შესაძლებელი თეორიულად, რომ გააკეთო ისეთი პროგრამა, რომელიც ამოჭრის რაღაც ფრეიმებს, 20 ფრეიმს და ამ ფრეიმებიდან მე ამოჭრის სახეებს და გააკეთებ thumbnails, მაგრამ ნუ ყოველთვის ახლა მეზარებოდა ამჟაკეთება, იმიტომ რომ დროის დათმობა უნდა, რომ დავიწყდე და ეს პროგრამა გააკეთო, მე გატესტო ასე შემდეგ, მაგრამ დღეს უკვე გვაქვს ეს ასისტენტი, რომელიც არის აი ეს ChatGPT ოღონდ პროგრამისტებისთვის, რომელიც უფრო ინტეგრირებულია ამ შენ იმაში რა, ისე კი არ არის რომ აი რაღაც chat-ში მიდიხარ და იქ წერ. პირდაპირ აი პროგრამისტები რა გარემოში მუშაობენ, იქვე გაქვს ჩაშენებული რა და შეგიძლია რომ ამასთან ესე ლაპარაკით და შენ ცოდნით რომ ზოგადად იცი პროგრამები როგორ მუშაობს და აი როგორც აი მენეჯერი ეტყვის მაგალითად თავის ასე ხო დაქვემდებარებულ ხალხს რა ის გააკეთეთ და ამან ესეთი უფრო big picture იცის ანუ ეგრე ამ პროგრამისტ ChatGPT-ს უთხარი და ეს რაღაცა დაახლოებით 2 საათში გავაკეთეთ რა ეს ავტომატია ჩვენთვის რომ გაგვემარტივებინა ეგ პროცესი რომ ყოველ ჯერზე არ დამჭირებოდა რომ აჩო გააკეთე thumbnail-ი ხო და ну რეალურად ამან შეამცირა მაგალითად ის პროგრამა შეიძლება ხა 2 კვირა დამჭირებოდა და ამიტომ საერთოდ არ გამეკეთებინა დღეს იმდენად შემცირდა თითქოს მაგის ფასი რომ გავაკეთე რა და ამიტომ ბევრ ადამიანს ეძლევა საშუალება უკვე რომ თავისზე მორგებული ესეთი ძალიან კოსტუმიზირებადი პროგრამული უზრუნველყოფა კონდეს თავისი იმისთვის რა ეხლა შენ შეიძლება რაღაცა ის გაქვს მაგალითად შენი ბიზნეს პროცესი ისაც სჭირდება ის რა შეიძლება ხა ესე შენ არ დაждდე იმიტომ რომ შენ მილიონი სხვა პასუხისმგებლობა აქვს და რაღაცა და შენ თუ არ გააკეთო მაგრამ იმ ხალხის პოვნა ვინც ამას გააკეთებს და ხა შეიძლება მაყურებელს საინტერესდეს უფრო მარტივი ხდება და უფრო მარტივი და იაფი ხდება რომ მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა კონდეს ხალხს რა რომ რაღაც პროცესები გაამარტივოს ხო, ეს სად როგორ აკეთებ ამას? ეხა ის მაგალითად ეს შენი
landing page-ს თქო ვებსაიტი. ეს გადის შედარებით უფრო მარტივი პრობლემებში. ამიტომ ეს Replit მაგალითად replit.com არის, აი შეიძლება პირდაპირ შეხვიდე და აი შენ საერთოდ რო არ გაქვს შეხება ეგეთი ადამიანმაც საკმაოდ პროგრამა რო გაკეთებინა. საკმაოდ შორს გაჭერე რომ აი ხ მაგალითად გიომრეს როგორ გააკეთებ ჩაწერა რომ არის ესეთ ჯაფარის პოდკასტი, ყავს ესეთ თემებზე ლაპარაკობენ, ესეთი ფერები აქვს, შეიძლება ლოგოც აუტვირთა. და მოდი ახლა დამიგენერირე პოდკასტისთვის დამახასიათებელი landing page-ი რომ გამოვიყენოთ. და ეს ახლა ადგება და ამას ხო აქამდე პროგრამისტი ხელით დაწერდა. ამ პროგრამისტის საქმეს შეასრულებს 30 წამში და ეგრევე საიტს მოგცემს რა. ხო და არა, აი პროგრამას რომელსაც აკეთებინებ აი soft's ხო ეგ უკვე უფრო complicated არის კოდი არის ესე ქვია. კოდი არის აი ChatGPT-ით არის კოდი, ოღონდ უფრო პროგრამისტებზე გათვლილი, ამიტომ იმდენად არის ახლა კურსორი. აი მე შევძლებ მაგალითად მაგალითად პროგრამას თეორიულად ცადო, მაგრამ რაც უფრო შორს ხარ პროგრამისტული. რაც უფრო შორს ხარ მაგ ტაქტიკური ისგან უფრო გაგიჭირდება და ანუ ფაქტობრივად და საერთოდ არიცი ახდება და მარტო ზედაპირზე აფასებ და შეიძლება კარგად ის გაგიჭირდეს რომ მე ანუ საერთოდ ცოდნა გჭირდება რა, მაგრამ რა თქმა უნდა შემცირდა მაგ ცოდნის დონეც რა, რაც მინიმალურია საჭირო რა. მაგრამ დღეს ვერ ვიტყვი რომ მზად არის იმის. აი შეგიძლია საიტი ChatGPT-ს რო გითხო რა ეს მინდა და ამას როგორ უთხრა თქო? კი, ეგრევე შევიდეთ ჩვენს. ეგ უკვე გამოდის რომ ChatGPT-ს იყენებ სასწავლად რა, უკვე სწავლობ რაღაცას, რომ როგორ არის პროგრამისტი, როგორ შეიძლება რომ რაღაცა hosting-ზე გაუშვას თავისი ვებსაიტი, ხო? რაღაც უკვე დეტალებს სწავლობ რა მაინც, მაგრამ ალბათ მომავალი არის ისეთი, რომ შეიძლება ერთ 10 წელიწადში საკმაოდ რთული პროცესების პროგრამის ყოფაც შეეძლოს, რომ საერთოდ არატექნიკურ ტიპს და უბრალოდ აი დომეინში რა, ეხლა შენ მაგალითად media production-ის რაღაც დომეინი ბევრად კარგად იცი ვიდრე მე, მაგრამ დღეს რომ ამისთვის შექმნა software-ი და მოხვიდე ჩემთან მე ამიხსნა ეს. და მე მეულა დაგიხმარო რომ ჩვენ ერთად იტერაცია მოვახდინოთ რომ ეს პროგრამის ყოფა შევქმნათ, ხო? და მალე შეიძლება ისე იყოს რომ მე ამ იმაში ნაკლებად ვარ ჩართული რა, უკვე შენ ბევრად მეტი რაღაც 80%-იანი წილი გაქვს შეიძლება და მე 20%-იანი წილი მაქვს რომ აი პასუხისგებლობა მაქვს რომ რეალურად ამ ყველაფერმა ახლა კარგად იმუშაოს და აი ის ბოლო 20% რომელიც ყველაზე რთულია ხოლმე ის მივიყვანო რა ეხლა ის მაგალითს რომ განახე იქ რაღაცა ბაგები ხონდა ხო რაღაცები და აი დაასრულო რა რაღაცები მაგრამ რეალურად აი ძალიან hardcore აპლიკაციებს თუ ჩავეხსნებით ვებსაიტების ინფორმაციული ვებსაიტები აი Replit არის და ნუ მე Replit-ს მიშენე Lovable არის ეგეთი Lovable ეგეთი კომპანია და ტექსტი ელაპარაკები როგორც ChatGPT-ის და გვერდზე ეგრევე გიჩენს ამ საიტს რა Replit-ის ეგეთია Lovable-ის ეგეთია და მან ანუ არანაირი ტექნიკური ცოდნა სიამდვილეში დიდად არ გჭირდება უბრალოდ გჭირდება ის უნარი რომ კარგად იცოდე როგორ ელაპარაკო ხელოვნურ ინტელექტს და ეგ რა არის ხო თავის წეგა მანქანაში ვლაპარაკობდით რომ ადამიანები ვისაც შეუძლიათ თავისი აზრის ფურცელზე კარგად დაწერა, ანუ შენ რასაც ფიქრობ, თუ შეგიძლია რომ მაგალითად ნოუთებს აკეთებ, ზოგადად კარგად წერ, აი მაგალითად იმეილს რო წერ, პატარა საკითხზე, 700 სიტყვას კი არ წერ პირდაპირ clearly რა, 20 სიტყვაში ატევ. ეგ თუ შეგიძლია, ეგ ნიშნავს რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარიც კარგად შეგიძლია რა. და ეგ კიდე ცალკე ტოპიკია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი არის, ვინც აი მაგალითად ძალიან პრიმიტიულ კითხვებს ისევ ადამიანებს ეკითხებიან. რატო? იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცა წერილობით ფორმატში ვერ ხსნიან თუ რაღაცა არა და არ ჯობია ხელოვნურ ინტელექტს კითხო, ანუ ბევრად უკეთ ეს იცის რა. აი voice message რო გიზავნია. ეს ეგეთ ვიგორებ. ადრეაც ხო მე ეს მეკითხები და Google-ე ახლა ეგეთი პროგრამა. ზუსტად. ხო, თქვენ რაში იყენებთ? ანუ საქმის გარდა ცხოვრებაში რაში იყენებთ? ყველაფერს. ყველაფერში. საერთოდ. აი მაგალითად საქმეში ვიტყვი ორი სტუყით. ანუ გარდა იმისა რომ პროგრამირებაში და ტექნიკურ ხარჯში ვიყენებთ, ეხლა ჩვენთვის ეხლა მე და ჩემი co-founderi ვართ, ასე ვთქვათ, tech founderები კომპანიის და უკვე ბიზნესში რო შევდივართ, ხო მილიონი რამეა რა, კოდის წერით პროგრამირების გარდა, ვთქვათ, გუნდის კომპლექტაცია, იქ რაღაცა პარტნიორებთან ურთიერთობა ასე შემდეგ რა. ეგეთი ხო არაფერი არ ვიცოდით. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზამდით მაგას რა. ანუ ხელოვნური ინტელექტით ვსწავლობთ და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ სხვა სფეროში და სხვა დომეინში, რის ცოდნაც ფიზიკურად არ გქონდა, ხო? ეგ არის ერთი ნაწილი და ცხოვრებაში აი მაგალითად პრობლემა გაქვს რაღაც რა. მაგალითად რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს. დაждები და ChatGPT-ს ელაპარაკები, პატარა თერაპიას იტარებ. იმას იაზრებ, რომ ის ყველაფერს რასაც გეუბნება აპრიორი არ უნდა აიღო როგორც რაღაც ახლა პროფესიონალი რაღაცა ექიმი ვთქვათ, ხო და ფსიქოლოგი. მაგრამ ის რომ რაღაცა შენ
აი მაგალითად მე ძალიან მეხმარება ხოლმე რომ მსგავს кейსებს მიყვება რა რომ ანუ ხვიაზრებ რომ მარტო არ ვარ აი რაღაცა სიმარტოვის ამბავში გეხმარება ისედაც აი მანქანა გაგიფუშტება კაპოს სახთი სურათს გადაუღებ და გეტყვის რა მე მაგალითად აი ძალიან ნუბი ვარ და რაღაცა ისიც არ ვიცი ის რომელი ტიპია რომ უნდა მოიყროს ეს შეცვალო ხო მაგით ვაკეთებ მაგას ან პაკრიშკის ნასოსით ისე საბურავის ნასოსი რაღაცა ვერ ამომუშავე და სურათი გადაუღე და ეგრევე მითხრა ანუ პრაქტიკულ რაღაცაებშიც ძალიან რა ხო მე რაღაცა ხმის ჩაწერა გვინდოდა კლავიშიდან კომპიუტერში და რაღაც აუდიო ინტერფეისი მქონდა მაგრამ ძალიან ავიჭერი კაბელებში და იმებში და ეს პროცესორის უკან ფოტო გადავიღე ChatGPT-ს ვკითხე რომ ეს აპარატურა მაგ და ეს პროცესორი თქო და ესე მითხრა ეგ შეარჩა ლურჯი ნახვრა და შეიმერი ეგ შეარჩა ესე და სიგიჟე საინტერესო ისაა რომ ეხლა შენ ასე თქვი და თუნდაც შენ ეხო ისედაც ინტერნეტში იყო ეგ ინფორმაცია ხო მაგრამ რა 3 საათი დამჭირდება და ფორუმები და წაიკითხა ამას აქვს აი ეს ყველაფერი კომპრესირებული რა შეიძლება იმას პასუხობს რაც გჭირდება რა და 100 მილიონი რაღაც საღარ ნახულობ აი ეგეთ ფილმი არის დასტინ ჰოფმანი და ეს თამაშობენ ტომ კრუზი Rain-Man ქვია მგონი რა თუ იცი ეს აუტისტი ტიპი რო არის და რაღაც კონკრეტულ იმებში რომ ძალიან აი რო შეუძლია თელ წიგნი წაიკითხოს და დაიმახსოვროს რა აი ეგეთი ტიპია ეხლა ეს ხელოვნური ინტელექტი ალბათ ყველა სფეროში რა ხო იდეაში ხო ის არის რა ფიქრს რაც შემდა გეფიქრა და გეწვალა იმას ანდობ რომ შენ ქენი უცებ რა ხო თორე ყველაფერს ვიზავდი რაც აქამდე გამიკეთებია ChatGPT-ით, მაგრამ ნუ გაცილებით დიდ დროს მოვანდომებდი. შეიძლება 3 დღე დამჭირებოდა რაღაცების კითხვა და გაგება რომ მე იმ დასკვნამდე მისულიყავი რა. უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია რა. ხო, ყველაზე დიდი ის იყო რა ვქი რომ დავინახეთ მე და ჩემს ხოლმა ეს რა ვქი გამოყენება ამისი რომ დიეტა ანუ რაღაცა ვარჯიში დავიწყეთ და რაღაც მიზნამდე გვინდა მისვლა და რაღაც აი რამდენი რაღაც არ გვიცდია რამდენი რაღაც გიკითხავს, მაგრამ ნუ აი გჭირდება ეხლა რაღაც ნუტრიციოლოგი რომ რაღაც დაგიჯდეს და დაგიწეროს, ხო? ამას აი ესეთ დავალება მივეცი, რომ აი ამდენი კილო ვარ, ამ თვეში მინდა ამდენი კილო ვიყო და ვარჯიშობ ამას და მინდა რომ დღეში ვჭამდე 4 ჯერ სიტყვა, ან რასაც გინდა ეტყვი. და აი ესე ჩამოწერა იმებში გრამებში, იქ რამდენი მას შეიცავს, რამდენი ამას და ნუ აი რავი, ისეთი მაგარი შედეგი დადო რაღაცა ორ კვირაში უკვე იმ დიეტამ, რომ ეს არის რა. ჩვენი საქმე ხა არის რომ აი ეგ აქციოს ეხა მაგას რა მინუსია? კაი ერთის ხრი რომ ეგ ინფორმაცია მოგცა უცებ, ისე რომ არ დაგჭირდა რაღაც დიდი ხანი დაისერჩება ან ვიღაცასთან მისვლა, მაგრამ მეორე ხრი ხა მაგას არ აქვს რომ ეგ მაგის პროგრესი შეგიფასოს ან მაშინ რაღაცნაირად მოძებნო ეგ ჩატი დაუბრუნდე რაღაცა ეს შემდეგ და რეალურად ხა ჩვენი საქმე არის რომ აი ინტელექტი რაღაცნაირად ჩავსვათ ისეთ აპლიკაციაში რომელიც პირდაპირ მაგაზე არის მორგებული რა პირდაპირ გაქვს ეს რაღაც ჩემი ფიტნეს ასისტენტი რომელსაც შეუძლია რომ ეს მიღებული გადაწყვეტილების შეინახოს და მარტივად პირდაპირ შეგეძლოს რომ აი დღეს ეს ვჭამე უთხრა რა ან რაღაცა და რაღაც თვითონ მიხდეს რამდენი კალორია იყო ეს ან რაღაცა და ან დღეს ხო ის ChatGPT-ზე შეუულია მაგრამ ნუ ალბათ უბრალოდ თავ მოყრა იყო თემების ხო ის ჭირდება ხო ანუ რომ რაღაც მოძებნოის ჩატი კონკრეტულად სათქონა მე ეს ჩატები ხო ესე არ ვიცი გუში გავიაზრე რომ ჩემ მეგობარს ვესაუბრებოდი და მითხრა რომ ერთი ჩატი აქვს ChatGPT-ში და ყველაფერს იქ ეკითხე. ხო, აი მაგას რატო ჯობია ახალი ჩატი? ხო, იმიტომ რომ ის ხო მაინც ითვალისწინებს შენთან ურთიერთობაში რა, თუ ახალი ჩატი როგორც ადამიანს, ანუ ესეთ ცნება არის ხელოვნური ინტელექტში ძალიან ისეთი მუშაობის მიმართულება არის კონტექსტი ქვია. რაც ადამიანური კონტექსტი რაც არის ხო, ანუ რაც უფრო კონტექსტი ზრდი ერთი საუბრის მით უფრო იბნება ადამიანი. ხელოვნურ ინტელექტშიც რაც უფრო დიდ საუბარში შეიყვან, მით უფრო დაემართება ხარვეზები. ანუ დაავიწყდება, არასწორი ინტერპრეტაციას გააკეთებს და ამიტომ ჯობია რომ ხო 10 საათი რომ ადამიანს ელაპარაკო გადაგულად ანუ კონკრეტულ საკითხებზე ცალკე საუბარი ყოველთვის ჯობია. ხო რა, ამ თემაზე ველაპარაკე, ახალი ჩატი გახსნა, სხვა თემაზე ჯობია. თან ეწერა რომ ვამბობდით რომ ეს რეალურად ასაკეთებს, შემდეგ იმას იფიქრებს. ანუ ყოველჯერზე ახალ მესიჯს შოწერ. წინა ყველა მესიჯს უგზავნის და მე იმის შემდეგს ფიქრობს. ანუ ნელდება კიდევაც და მთელი ისინი აქ რა. ხო, რამდენი 1 საათი გავიდა ხო? ხო, კაი მოდი სოკარის შესვენება გავაკეთოთ და გავაგრძელოთ კიდე ბევრი თემა გვაქვს წინ. სოკარის შეკითხვა შეისვენე და აივსე ენერგიით. როგორი ისვენებთ და ივსებით ენერგიით თქვენ? რა ვითარებაში? აქაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებთ თუ? მე მიყვარს ხო იდეაში. რაც
დასვენების ნაწილში მარტო კაცი ვარ რა და ან მიყვარს განმარტოვება, აი მარტო სეირნობა, თქვა რაღაცა ამასიად ბათუმში ვიყავი მარტო, ანუ რაღაც აი რომ მოვწყდები ყველაფერს ჩემ თავთან და კომპიუტერთან ერთად, თავისთავად. ანუ ის ამბავი აღარ არის მე მგონი რომ რაღაცა ლეპტოპით ახურე და წადი რა, ანუ აი ხა კაც ლეპტოპით ვარ, ანუ ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია სადმე მობილურის და იმის გარეშე. ხა ზოგი ხო ეგრე ისვენებს რომ ლეპტოპს ხურავს რა, მაგრამ მე იმით ვისვენებ რომ იქ შევდივარ და რაღაცებს ვაკეთებ რა ჩემთვის. რაღაცა მე ეგრე ვისვენებ რომ იომაც გითხრას. მე მიყვარს აი გამოცვლა საერთოდ იმის ახ პორტუგალიის ტრიპზე რომ ვუძებან რომ ხო გარემოსწორება არის ეხა აი საცხოვრობ მაგისგან აბსოლუტურად განსხვავებული რომ აი პლაჟი იყოს ახლოს რაღაცა ისეთი რომ ახალ გარემოში და რაც შეიძლება მეტი ახალი ექსპერიენსი. აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს Airbnb-ის რო აქვს ექსპერიენსების ტაბი რა, ვერ მარც იცის, იმიტომ რომ ნუ მე საერთოდ კაი ხანი სხვადასხვა. პირველ რიგში გაინტერესებს ადგილი სადაც დარჩები და ნუ მე იქ რამე სიწამ, მაგრამ ექსპერიენსები შეიძლება იქან არც დაჯავშნო თვითონ, მაგრამ იდეებს გაძლევს რომ ამ ხალხში რაც მიდიხარ რა ხდება რა. ძალიან საინტერესოა ხოლმე, მაგალითად რომში ვიყავით მე ჩემი ცოლი და ეგეთი ექსპერიენსი ვიპოვეთ რომ ღამე იყო ტური. აი გიდიანი ტური ღამის 2 საათზე და გიყვებოდა აი ამ ადგილას ვინ მოკლეს რა ისტორიის განმავლობაში და ანუ რომში ხო რა თქმა უნდა ძალიან ისტორია ეს კონცოლზე დაწვეს ეს ჩამოაღწეს ამის აი ეს ძვალი ვიც არის ეს იყო და ეგეთი რაღაცები შეიძლება იპოვო რა კარგი ეხლა მაშინ როგორ ყველაზე სრულყოფილი ჩატბოტი თუ ხელოვნური ინტელექტი რომელია შეიძლება რომელიმ გამოყო? აი მე ვიტყოდი რომ არატექნიკური მომხმარებლებისთვის ChatGPT არის. ნუ და სხვა შორის აი გუშინ გამოუშვეს, ჯერ არ გამიტესტავს, ვერ ვიტყვი რამდენად კაია, მაგრამ ChatGPT-ს გამოუშვა საპორტი რომ slide show-ები და Excel-ის, ანუ შიტები და გენერირო რაღაცების მიხედვით. აი მაგალითად უთხრა რომ PowerPoint-ის სლაიდებით მაგალითად უთხრა რომ აი ხა მომიძებნე თბილისში კომერციული სივრცეები ამ ფასების რეინჯში და გამიკეთე ამაზე პრეზენტაცია. ჯერ არ შემოწევია ამnet კარგად მუშაობ მით უმეტეს საქართველოში, მაგრამ იმათ ყველაფერი სან-ფრანცისკოზე ქონდათ მაგალითები, მაგრამ ეს აქვს აი რაღაცა დამისეჩე PowerPoint-ის ფაილს ან Excel-ის ფაილს გადმოწერ გამზადებულს. და ეხლა ამაში ეხლა ჩვენთვის არაფერი ისეთი არ არის, იმიტომ რომ მე ისეს ვიყენებ ეგეთ tool-ებს, რომლებიც აი ხა როგორც Perplexity ვთქვათ, ტრადიციულ ანუ ეს რაღაც არატექ ადამიანს არ გაუგია და Claude. მე ისეს ვიყენებ მე პრეზენტაციებს ჩემს აღარ ვაკეთებ. არსებობს რაღაცა გამა არის ეგეთი რომ შედიხარ და ეუბნები რომ ამაზე გამიკეთე პრეზენტაცია და სლაიდებს იწერ. მაგრამ ChatGPT არის მაინც ის, რაც ყველა იცის უფრო რა და მან დრო დაემატება უფრო ალბათ ანუ გამარჯვებია. გამა არის პრეზენტაციების AI. პრეზენტაციების გასაკეთება. შეგიძლიათ ნახოთ გამა წერტილი აპარი მე მგონი ან წერტილი AI არ გახსოვს და სლაიდებს აღუწერ და თვითონ აკეთებს. დიზაინებს ირჩევ მე და რაღაც კაი რამე. ნუ ზოგადად მე მაგას ვუდგები ეგრე მგონია რომ რაც უფრო კონკრეტული ფოკუსია კომპანიას უფრო კაი არის ხოლმე პროდუქტი. ახლა ChatGPT ცდილობს რომ ყველაფერი იყოს, ხო? ახლა როგორც Google არის, Google-ის Gmail-ი აქვს, მაგრამ თან Google Docs-ი აქვს, მაგრამ ნუ ეს ძალიან ზოგადი solution-ია, ყველა ბიზნესს ჭირდება, მაგრამ ვიღაცა შეიძლება კონდეს კონკრეტულად media production-ის management-ის software-ი, ხო? და ის შეიძლება უფრო მეტად გამოგადგეს. რაღაცა ეგრე არის გამა და ეს ChatGPT რა. ხო. მაგრამ უნდა ითქვას რომ ალბათ დღეს რაც არის ეს ბოლო დონის მოდელები, აი თვითონ მოდელები რო აი როგორც ჩატი. ყველა დაახლოებით ერთ დონეზეა რა, ანუ ძირითადად ეგრეობებს. ტრადიციულ კითხვა-პასუხში ყველა ერთ დონეზეა. ხო, მე რაც გამიგე ChatGPT არის Gemini, DeepSeek-ი. ხო, რაღაცა Grok-ი არის, Grok-ი და Claude არის კიდე ორი ეგეთი და მეტი პრინციპი შეგენი ეგეთი დიდები რა. მან ამას AI race ეძახიან ხო ამას ვინ რაღაცა ერთმანეთზე უკეთესი იქნება ქვეყნების მიხედვით არის შეჯიბრი თუ რაღაცა ეს პოლიტიკური ის მაინც აქვს რა რაღაცა DeepSeek-ი კაი მაგალითია მაგის რაღაცა ჩინელები გამოვიდნენ და რაღაც თქვეს რომ აი თქვენ რაც ამერიკაში გააკეთეთ AI ეს ChatGPT გააკეთეთ რაღაც მილიარდებად ანუ ეს ძალიან ძვირი ხდება რა მის სწავლების პროცესი ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ რამდენიმე 10 მილიონად რა მაგრამ ხო ეგ ხო პოლიტიკაა რომ აი ჩვენ თქვენზე ჭკვიანები ვართ თქვენზე 100-ჯერ ნაკლები ფულით იგივე შედეგი მივიღეთ თან ღიად დავდეთ ხო ღიად დავდეთ ნუ ხა იქ მართლა ეგრე იყო თუ არა ეგ კაც მარიცის ჩინეთია რა მაგრამ პოლიტიკაც არის რა აი ხა მაგალითად ევროპაში ნახოთ იმას გავს მე მგონი რა თვარეზე ვინ ჩაასწრებდა პირველი რა ან ატომურ ბომბს ვინ გააკეთებდა კი რაღაც ეგეთი ის მიდის ხა
მაგრამ სხვა შორის ერთ-ერთი პირველი ისეთი ტექნოლოგიაა, რომ დაუკვირდე, რომელიც არ წამოსულა მთავრობიდან და ანუ სამხედროებიდან, ხო? ყველაფერი კრიპტოგრაფია, ინტერნეტი, ყველაფერი კომპიუტერები, რადარი, GPS-ი, ყველაფერი მოდის იმიდან, ხო? სამხედრო. ეს წამოვიდა ლაბორატორიებიდან, აი რაღაც რეალურად 2017-ში რაღაც Google-მა გამოაქვეყნა რაღაც paper სტატია, რომელზეც მე დაფუძნდა ეს ყველაფერი რა. უბრალოდ 2022-ში მივიღეთ შედეგი რა. პირველად. და ეს ხა ხელოვნური ინტელექტის დიხანი არსებობდა, მაგრამ ხო. აინც ალბათ ამერიკა და პოლიტიკური რატო არის პოლიტიკებს თავრობებს რატო აინტერესებთ ესე რომ პირველები იყვნენ რა. თავიდან რომ ამბობდით რა, ეს ხედვა რომ აი სად იქნება 5 წელიწადში, იქნება 10 წელიწადში და იქ ვიღაცა არ ვიცი ამერიკის ტიპები იქნებიან თუ ვიღაც სიძიფინი ჩინეთში ფიქრობს რომ აი ამას არ გამოყენება შეიძლება კონდეს სამხედრო ამბავში მაგალითად ხო ან კონტროლში ან surveillance რაც ქვია რა როგორ არის ხარცულს რომ თვალში ასე შემდეგ და სამხედროებში უკვე გამოიყენება ხო ეს დრონები რომელიც ახლა ძალიან ეს არის ან თუ ხო ყველაფერი кайხანია უკვე ამას ცდილობს ეხა უფრო მარტივი გახდა რა კიდე ის და რაღაცა ხალხის მასების კონტროლისთვისაც აი მაგალითად რაც იყო Google-ი რომ Google-მა ხა ყველაფერი იცის ჩვენზე და Google-ს გაცილებით მეტად შეუძლია გავლენა მოახდინოს სოფლიოზე ხო რაღაც მანდაც ხელოვნური ინტელექტებს კიდევ უფრო მეტად ეწოდინებათ ხო ადამიანები მისი მომხმარებლები TikTok-იც ხა თქვა აი TikTok-ი რაღაც ხრივ არის AI პროდუქტი იმიტომ რომ TikTok-ის ეგ ალგორითმი რომ ანუ რა განსხვავება მაგალითად თავარი TikTok-სა და YouTube-ს შორის რომ YouTube-ზე მაინც რომ შედიხარ მე არჩევანი გაქვს 30 იმას შორის რა ვიდეოს შორის და შენ დააჭერეთ ეს ნუ მაინც რაღაც ზონაზე ყურირებულია შენ ხო შენ მორგებული შეთავაზებებია მაგრამ მაინც შეთავაზებაა და TikTok-მა გადაწყვიტა რომ არა ჩვენ ანუ მან რა არის ბიზნეს მოდელი რომ იუზერი და მომხმარებელი გაჩერდეს საჭირო დიდი ხანი ჩემში ამიტომ მე მაქსიმალურად ისეთი რაღაცებს შევთავაზო რომ დიდი ხანი გაჩერდეს და ამიტომ ყველა ამის მოძრაობა ჩემ აპლიკაციაში რას უყურა ბოლომდე რას უყურა მარტო 20% რაში კომენტარები ნახა და ლაიქა და ანლაიქა ასე გამორთვალს შენ ყველაფერი შევინახო ამაზე რაღაც ჩემი სხვანაირი ტიპის მაგრამ ხელოვნური ინტელექტი დავატრენინგო და ეს ხო და ეგეც პოლიტიკურად ეხლა რამხელამბებია ხო TikTok-ზე რომ აუგზავნოთ TikTok-ი არ აუგზავნოთ TikTok-ი და დიდი გავლენა აქვს ხალხს TikTok-ს ძალიან დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს. არა თუ უკვე აქვს ან პოლიტიკაზე. მაგას რომ დავამატო ხა ეს AI generated ვიდეოები რა ან სურათები და მე TikTok-ში რაღაცა არ ვიცი აქამდე როგორ დაგჭირდებოდა ხო რაღაც პაკისტანში დაიქირავებდი ტროლბოტების ფერმას 500 ადამიანი იქნებოდა თითოს 10 იუზერი და რაღაცა 100,000 იმას opinions შექმნიდა რა სივრცეში და ეხა შეუულია ერთ პროგრამის დაჭდეს და ეგ ეფექტი მიიღოს რაღაცა სადღაც თბილისის სახლიდან შექმნას რაღაცა ხო სიტყვაზე ხო 20,000 იუზერი 20,000 ვიდეოებით იდენტობა და ეს შეუშვას და რა ვიცი არჩევნების წინ დაცხოს და რაც კიდე ისე დააფორმირო რა საზოგადოებრივი აზრი რა რაღაცა ევროპულ ქვეყანაში იყო არჩევნებზე რუმინეთი იყო რაღაც კანდიდატი რო გაიჩითა რომელიც მარტო TikTok-ზე ქონდა კამპანია და დაბუსტული იყო ეს ანუ მოკლედ რა თელის და ხო მე მანდისიც არო ხა მაგალითად Facebook Meta-ს აქვს შედარებით გამჭირვალე პოლიტიკა, რომ ნებისმიერ რეკლამაზე ნახო პოლიტიკური თუ არის ვინ დააფინანსა და რაღაცა და აი ხა TikTok-ზე ანუ ვის მოკითხავ ხო რეალურად მაინც ჩინეთის კომუნისტური პარტიის იმის დაქვემდებარების ქვეშ არის და ანუ რა თქმა უნდა დიდი გავლენის იარაღია რა და თან ის წარმოგიდგენთ რომ აი აგზაულოს რომელიც მაგალითად ამერიკაში რომ რატო არის ჩინეთში აგზაული Google-ი და Twitter-ი და ყველა Facebook-ი ყველა იქ პროდუქტი რა მაგიტო რომ არ კონდეს სხვა ქვეყანას გავლენა მოსახლეობაზე ხო ის ამბავიც გავახსენდა ეხლა რა თქმა უნდა რამდენიმე ასეული სიждესო პაკისტანში რაღაცა რომ ვითომ ხელოვნური ინტელექტის კომპანია შექმნა და სინამდვილეში ისინი ყავდა ეგ ნამდვილი ამბავია რა ვითომ ხელოვნური ინტელექტი პასუხობდა და ადამიანი პასუხობდა თუ რაღაც ასობით პროგრამისტი ყავდათ ეგ ზოგადად ისეთი პრაქტიკა არის fake it till you make it ძალიან ბევრი სტარტაპი და კომპანია ეგრე იწყებს რომ რაღაცა პროდუქტს მოგცემენ და იმის გაკეთება იმდანაც ძვირი ჩდება რომ ჯერ ხომ უნდა გაიგოს შენ როგორც მომხმარებელი გამოიყენებ თუ არა ის სურათი არ გაქვთ ნახე ძალიან ადრე ხელოვნური ინტელექტის ერაში ესეთ ბუტკა იყო კლავიატურის ტიპი იჯდა რა ანუ 80-იანებში თუ რაღაც და მიდიოდი სადღაც ქუჩაში და ელაპარაკებოდი რა და იქ პასუხებს გეწერა და ამ ბუტკაში უკან კაცი იჯდა რა და ამ
ჩათვალე ChatGPT-ის ექსპერიმენტს აკეთებდნენ, რომ რამდენად ადამიანი მოვა და რაღაც თავის აზრს მანქანას გაუზიარებს რა. ეგ ხო მარტივი არის. და მე რეალურად მე გააკეთებ, უკვე ფულს მე დახარჯავ რა. ანუ ეგეთ რაღაცები ძალიან ჩვენც გვიქნია, აქტიური პრაქტიკაა მოკლედ. პაკისტანელი დაგისვიათ ესე. არა, ნუ აი ჩვენ მე ვყოფილ ვარ უკან მაგალითად რაღაც და მithkoms რომ ხელოვნური ინტელექტია ან მithkoms რომ რაღაცა პროგრამა აკეთებს ამას რა. იმიტომ რომ გატესტო რამდენად უნდა გააგრძელო ამაზე მუშაობა თუ არა. თუმცა მარკეტი არის თუ არა ამის. მაგრამ ეგ ის საინტერესოა რომ მაგას ან ტურინგის ტესტს ეძახდნენ, რომელიც დღეს დაკარგა საერთოდ აქტუალურობა უკვე, იმიტომ რომ ტურინგის ტესტი არის ეგეთი რაღაცა, რომ ორი ოთახია, ერთში ზის ადამიანი და ამ ადამიანმა არ იცის მეორე ოთახში ადამიანი ზის თუ კომპიუტერი და რაღაცებს ელაპარაკება რაღაცა გზით კომუნიკაციას და თუ ვერ მიხვდება რომ ადამიანია. მაშინ ანუ ხელოვნური ინტელექტის რაღაც კარგ სტადიაზე მივიდა, ხო, იგი იყო ეს და ანუ ეს შეიძლება 5 წლის წინ ჯერ კიდე ამას ახსენებდა ხალხი, მაგრამ დღეს იმდენად ნორმალური გახდა ეგ, რომ ვიღაცას წერ რაღაც სხვა Amazon-ზე შეკვეთის გასაუქმებლად და ვერ ხვდები ადამიანი თუ არა. ხო. და რაღაც აი მაგალითად ისე იქ საინტერესოა, რომ აი Amazon-ზე რო გინდოდეს რომ მართლა ადამიანს დაელაპარაკო ახლა ვიცადე. ანუ იმდენი ხანი დამჭირდა წვალება, რომ ამას რაღაც გაწერილი აქვს, რომ შეიძლება უთხრა რომ დამალაპარაკე ადამიანს და ის გეუბნება, არა მე დაგიხმარებ რა გინდა. ხო, არის, ცოტა ხანი დამჭირდა მეც რაღაცა აღარ მახსოვს რა იყო, მაგრამ ეს იყო და კაი მაშინ გადაგრთავ და მე რაღაც სხვა სახელი დაეწერა შემოვიდა ჩატში რაღაც. და შეიძლება ისიც შეიძლება ის იყო ჩვენ მქონდა თვითონვე იყო ის ხო ჩატბოტი. ჩვენ მეგობრებს მქონდათ ეს кейსი, ანუ ესე ჩატბოტებზე მუშაობდნენ ამერიკაში და ის იყო რა რაღაც კომპანიის support bot-ი რა, just რომ ელაპარაკები ხო რაღაცა ყიდვა მინდა არ მინდა რაღაცა და ანუ ეს support bot-ი ისე კარგად ელაპარაკებოდა მომხმარებლებს, რომ ანუ ოღონდ ესენი კი არ წერდნენ რომ ეს AI-ია. არა, უბრალოდ ადამიანია რაღაცა ან რაღაცა სახელით რა და ეს AI ბოტები იღებდნენ კაცებისგან საჩუქრებს. ყვავილები მოდიოდა ხოლმე ოფისებში, რომ აი რა კარგი თანამშრომელია, როგორ დაგვეხმარა, ანუ ხო სიგიჟეა რა. ეგ ძალიან დიდი მარკეტია, ხო? ხო. ანუ ეხა ერთ-ერთი ეს ხელოვნური ინტელექტი რაც ჩვენ მაინც პროდუქტიულობის მხრივ ვდგებით, იმიტომ რომ ჩვენ საქმეა მაინც რომ ეხა ჩვენთან ისეთ ხალხი მოდის, თქვენთან ვინც რაღაც ბიზნეს პროდუქტიულობის აწევის რაღაც solution ჭირდება. ხო რა, ნაკლები თანხით მეტი შედეგი მიიღონ რა, ნაკლები დრო დახარჯონ რაღაც და რაღაც უფრო მარტივად მიიღო რაღაც insight-ი მოაცემიდან. მაგრამ მეორე მხრივ არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება როგორც რაღაც ვირტუალური girlfriend-ი რა. მაგალითად ესეც და აი გროკმა რა, ამ Twitter-ის AI-მ დაამატა. ეხლა ერთი კვირის წინ feature-ი, სადაც ყავს რაღაც anime ვიღაც გოგო არის. ოს ანუ ლაპარაკობს, ანუ ჩანს რაღაც მულტფილმივით არის, ოღონდ გელაპარაკება რა, ანუ ის რომ მაგათმა დაამატეს ეგ ნიშნავს, რომ ანუ ეგ მარკეტი როგორ წიფდება, რომ ხალხს ყავდეს ეგეთი ვირტუალური კომპანიონები რა, ფაქტიურად და ეს საერთოდ მეორე ამბავია კიდე აი კონტროლზე და იმაზე თუ ვისაუბრებთ რა, თავის მე რა, ეს სად მიდის, ხო საერთოდ ის არის რა. ანუ AI დროშელება და AI family და რაღაც უბედურება. ხო. და თან ანუ ეს AI-ები ChatGPT რაღაცები რაც იყო, აქ ტრეინინგის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ეს ყველაფერი დაცენზურებულია, ხო? ანუ რაღაცა ისეთ ხასიათის ძალიან ძალადობას რო ვიღაცა ყდებოდეს ან რაღაც სხვა ტიპის იმას ვერ დააგენერირებ და თუნდაც აი DeepSeek მაგალითად DeepSeek არის ღია მოდელი, ხო? ეს უბრალოდ ინტერნეტში დევს და არის რაღაც მოდელი, რომელიც არ არის დაცენზურებული და ვიღაც შეუძლია აიღოს თავის data center-ში იყიდოს ეს ვიდეო კარტები, იქ დახოსტოს და ნებისმიერი ჟანრის ის აწარმოოს, ხო? მაგალითად შავი ბაზრის შეგიძლია ჩათი გააკეთო. ხო. და ამ ჩათით Amazon-ზე კი არის შოპინგო შავ ბაზარზე ვთქვათ რა. ანუ ეგეთ რაღაცები შეიძლება. ანუ ეგეთ საშუალებები ამას მოუსდევს რა, მაგრამ at the end of the day, ანუ ესე ვერ შეზღუდავ რა, ანუ მე მაშინ ანუ ეგეთ რაღაც თუ მოხდება, მე იმის პრევენცია სხვა ვით მაგააკეთო თორე ტექნოლოგიას ვერ შეზღუდავ. ბაზარი ისეც არსებობს. ხო, ისე არის შეიძლება просто გაგიადვილებს ყიდვას თორე არაფერი. ხო, და ის თუ გინდა დანაშაულის ჩადენა თუ გინდა მაგის გარეშეც ჩაიდენ და რომელი პროფესიები რომელსაც ახლა დაარტყა ყველაზე მეტად არის უკვე რამე გამოიკვეთა? მე გეტყვით ჩვენი სფეროდან გეტყვით ტექნიკური სფეროდან რა. ანუ ესეთ მითი არის რომ უფრო გამოთვლითი აი პროგრამისტებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს რა. მაგას ნაწილობრივ თანხმები, იმიტომ რომ ან დამწყებ
პოზიციებს. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტმა ძალიან დაარტყა დამწყებით პოზიციებს რა. აი, ასე ვთქვათ, სტაჟიორებს და რაღაც ჩვენ ვეძახით ჯუნიორ ტიპებს, აი მის პირველად გამსნა ბიჭებს რა კარიერაში, იმიტომ რომ ისინი რა საქმეს აკეთებდნენ, პატარ-პატარა რაღაცა დავალებებს რა. მაგას მე უკვე ხელოვნური ინტელექტით ვაკეთებ 3 წუთში მთლიანი დღისას რა. და ფიზიკურად, ანუ არანაირი მოთხოვნა აღარ მაქვს მე როგორც კომპანიას, რომ ეს დამწყები ტიპები ავიყვანო. მაგ კონტექსტში, თუ იმ გასვლას ვაკეთებ, რომ ეს ტიპი ავიყვანო, გავზარდო და მე ჩემ გუნდს წევრი ყავს, ცხადია მაინც არის რა, მაგრამ მაგან ძალიან შეამცირა რა. იმიტომ რომ ძალიან უჭერთ ახლა ჩვენი რუკლივ, ვინც ახლა დაიწყეს პროგრამირების სწავლა, დაწყებით პოზიციაზე სამსახურის დაწყება, იმიტომ რომ თამასამ აიწია რა. ადრე როგორ იყო ისი CV-ს ტიპი აგზავნიდა და ეწერა რომ აი მე ჩემით ჩავჯექი ერთი თვე და ეს პროექტი მაგრა ვიწვალე, ოფლი უყარე და გავაკეთე რა. და ამის პროექტს შეხედავდი და დაიჯერებდი რა, რომ მართლა იმიტომ რომ ფსაილავს ამ ვიღაცისთვის ფული უნდა გადაეხადა რომ ეს დაეწერა და ეხა როგორი ხალხს შემოდის იცი რომ ყველას ერთნაირი პროექტები, ყველას გამოცდილება არის რომ AI-ს გააკეთებინეს და ანუ მაგან თამას აწია რა რომ ანუ ეგეთი ტიპი არ გინდა შენ. ანუ შენ გინდა რომ ტიპი თვითონ იყოს რაღაცაზე, რაღაც თვითონ და შეეძლოს რა. და ამიტომ ეგეც იმ პასუხს, იმასაც ცემს პასუხს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი 100%-ით ისეთ ინტელექტუალურ საქმეობას ვერ ჩაანაცვლებს. იმიტომ რომ აი წეღარებსაც ვამბობდით, ხო რომ საიტს აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. იმ საიტს აუცილებლად ჭირდება ჩვენნაირი პროგრამისტების, ექსპერტები იმ სფეროში, ვინც აუხსნის რა გააკეთოს რა. მაგრამ ხო რაღაც პატარ-პატარა ისეთ პროფესიები რაც ისედაც მოწყვლადი იყო, ხო, მაგათ ალბათ მედიაში შეიძლება თქვა, მაგალითად აი ვინც იყო გრაფიკული დიზაინერი რა თეორიულად, ხა აი თუ გაქვს ნახი რომ ChatGPT-ს შენ selfies რო უგზავნე და ეუბნები ახლა დამიგენერე ამის ანიმე სტილის Studio Ghibli-ის სტილში, ხო? ან რაღაც უბრალოდ აი ვაკეთებ ამ საიტს და დაახლოებით გამიკეთე ლოგო ამის. რაღაც მსგავს რაღაცებით შეუძლია თუ ისე რა და თუ კომპანიას არ აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი ამ გრაფიკული იმის და ხა უმრავლეს კომპანიას უბრალოდ რაღაც ლოგო აქვს და აი ეგეთ რაღაცებსაც ჩემი აზრით უყო. აი ეს არ ნიშნავს რომ ჩაანაცვლებს, მაგრამ შეიძლება 10%-იანი შემცირება თქვა რაღაცის მარკეტზე საკმაოდ დიდი არის მაინც რა. და ალბათ დღეს მე მგონი აი ნიკა ჩვენი ერთ-ერთი ჰოსტი ამბობდა რომ რაღაც ინდექსია, რომელიღაც უნივერსიტეტი აწარმოებს, რომ აი რაში არის დღეს AI მზად, რომ აი გამოიყენო აი production-ში რა, ასე თქვა. რეალურ გამოყენებაში. და ერთ-ერთი ყველაზე კაი არის ესეთ მედია რაღაცებში, აი მაგალითად მარკეტინგისთვის რა, იმიტომ რომ მარკეტინგისთვის შეუძლია რომ copywriting-ის გააკეთოს ხო რაღაც დონეზე და პლუს ეს რაღაც ესეთის და ვიზუალური კონტენტი შექმნას რა. მით უმეტეს ახლა თუ წარმოვიდგინე ხო, რაზეც არ გულაპარაკია ალბათ ყველაზე საინტერესო, რომ ინფლუენსერების გენერირება რო შეიძლება უკვე რა. შეიძლება რომ უბრალოდ მისცე სკრიპტი და ვიღაც ადამიანი რომელიც არ არსებობს, უცებ გაგირეკლამებს პოდკასტს ან Coca-Cola. ან ხო, რამე პროდუქტს რა, ხო. ხო, ანუ პოდკასტი შეიძლება დააგენერიოს, მე მქონდა სხვა პოდკასტი რა აქამდე რა. მქონდა აი ესეთი სტილის, ოღონდ ონლაინ ინტერვიუების სტილი რა. ეხლა ეს ტექ პოდკასტი გვაქვს და 2 წლის წინ გამოვიდა, მაშინ არ იყო ეს ვიდეო გენერაციები რა და მაშინ გამოვიდა რაღაც ერთ-ერთმა სტარტაპმა, რომ აი ჩვენ მოგცემთ ტექნოლოგიას, სადაც შეხვალ სკრიპტს დაწერთ და ცნობილ ადამიანს ლაპარაკებ რა. და მე მიდევს 8 წუთიანი პოდკასტი ჩემ ძველ YouTube არხზე, მეც AI generated ვარ, სტუმარიც AI generated არის და უბრალოდ conversation-ში შევდივართ რა, რაც არის სიგიჟე რა და ეხა ის რო ნახო, როგორი ხარვეზები აქვს რა, მიმიკებს და ყველაფერს და დღევანდელი რო ნახო, არის წარმოუდგენელი, აი იხელა პროგრესი არის, რომ აი სიგიჟე არის რა. ეს მაგალითად ნახე, ეს არის დღეს ინფლუენსერების, ანუ ეს ვიდეო არის გენერირებული რა. იმ კამერას ჩანს ხო, შეიძლება ჩავაგდო და ანუ ესეთი ტიპის production-ი რა, რომ აი ეს აბსოლუტურად გენერირებული ხალხი შეიძლება დააგენერო რაღაც შეარსებობს ხო. ხო, ეს Spotify-ზე შემოხდა ცოტა ხნის წინ Velvet Sundown ესე ქვია. ხო. ბენდი არის Spotify-ზე, მილიონობით დაუნლოუდია გადმოწერა აქ უკვე და რაღაც აი კლასიკურ როკს უკრავენ თუ რა ქვია მაგას და ვერ მიხვდებით მოისმინე, რო რიცოდე რომ ეს არის რა. მუსიკა აი მაგალითია. როიცი მაგარი ესეთი არის. ჟუტკი რა რაღაცა. რაღაცა კაცი მღერის და უკრავენ და არ არსებობს რაღაც მერია. არის არასებულა არის და ცოტა უცნაური ის არის რა. აი თქვა მარკეტინგში ხა, მარკეტინგი ხო ექსპერიმენტებია ძირითადად, რომ ექსპერიმენტს ატარებ და რომელიღაცა მარკეტინგ კამპანია გაგივარდება ბჭალებში და არ გამოვიდა. შეიძლება შექმნას solution, რომელიც შენზე რაღაც მორგებულ ისეთ კამპანიებს აკეთებს ბევრს და თუ ამ კამპანიის
გაკეთება უბრალოდ რაღაცის დაწერა და ვიღაც დაქიევა არ გიწევს რომ ეს დაიჭირო შენი პროდუქტი ლაპარაკოს და ხან ამ განათებაში ხან ესეთი ტიპი ხან ამ დემოგრაფიას ხან ბებიამზე ვცადოთ და ხან იმეებზე ახალგაზრდებზე მაშინ ბევრად გიმცირებს ხო მარკეტინგის ხოსტებს და ალბათ ერთ-ერთი კაი ინდუსტრია არის სადაც შეიძლება ბევრი solution-ის მოფიქრება მაგხრივ რა ხო ეხა იმ თემას მიუბრუნდეთ რა ანდა მასებზე ზემოქმედებისთვის რამხელა იარაღი გამოდის ეხ კიდე უფრო გავაცნობიერე რა რომ აი შევთქვი რომ გატესტო მაგალითად რაღაცა ჩინეთის მთავრობა მთელი მოსახლეობა რა შემჯდარიყო თქვა 10 წელი გავიდა და ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი ყველაფერი იცის ამ ადამიანებზე ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება გატესტო მოდი აბა ეს რო ვქნა როგორი რეაქცია ექნება ხალხს ის რო ვქნა როგორი რეაქცია და კონკრეტულ ადამიანს როგორი რეაქცია ექნება და ის გექნება არის ძალიან საინტერესო მიმართულება კიდე ხელოვნური ინტელექტის ამას ქვია სიმულაციები რა და ეხა სიმულაციების საერთოდ კვლევის და პროდუქტების მიზანი არის რომ შენ მაგალითად რაღაცა ადამიანების ქცევა ჯგუფის განსაზღვრო ან კონკრეტული ადამიანის ისე რომ რეალურად ეს ქცევა არ მოხდეს ხო ანუ მაგალითად აი ხა შენ რო თქვი რომ იდეა გაგიშთა რომ ჯაფარის პოდკასტს გამოვუშვებ წარმოდგენა ხო გქონდა როგორი პოდკასტი იყო და შენ რო შეგეძლოს რომ სადღაც ჩაწერო ეხლა შეგიძლია სხვათა შორის ChatGPT-ის ესეთი პრაქტიკას ძალიან მოკლედ საუბრის რაღაცა მანერები არსებობს, რაც უფრო კარგ შედეგს გაძლევს და შე რაღაც თუ გინდა გატესტო, რაღაც იმუშავებს თუ არა. ChatGPT-ის ყოველთვის კითხე რომ ეხლა დამიგენერირე 10 user persona, რომელიც ამ კონტექსტში რელევანტური არის, დაგიგენერირებს მაგალითად ნიკა 20 წლის, ელენა 17 წლის, რაღაცა 35 წლის, ანუ ყველა სხვადასხვა რელევანტურ ხალხს დაგიგენერირებს და მე კითხავ რომ ამ ხალხში ეხლა სიმულაცია გამიკეთე, რომ აი ეს პროდუქტი ეხლა ეს ჭიქა რა ამ ხალხს როგორ მოეწონება და რა შეფასებას დამიწერენ. და ეგ უკვე ეგ არის, რომ ეს ამ ხალხის რაღაცა ფიდბექით, ვირტუალური ხო, სიმულირებული რაღაც ქცევით შენ მიხვდები ამ ჭიქის საერთოდ გაყიდვამდე რა უნდა გაითვალისწინო. იქნებ ეს ფერი არ ვარ რა და სხვა ფერი ცად ვარ. და მაგის უფრო დიდი სკეილი არის, რომ აი არჩევნების use case-ზე ძალიან მაგარია. ვირტუალურად რო გავაკეთო. ხო, ან ვირტუალურად გავაკეთო, ან მაგალითად არჩევნებში. ხო, კითხო და არა რომ მითხოს. აი, პოდკასტების ის ჩემს ანუ იმიტომ უფრო კერძოდ მარკეტინგზე რომ ხა მარკეტინგი მაინც ისეთია რომ გააკეთე რაღაც ერთი რეკლამა და გადააგდე ხაინა და პირიქით რაღაც მეგონი მართლა რაც ვერი ანუ იცი უეჭველი რომ ადამიანები არიან იმათ ფასი იწევს რა ხა მაგალითად თუნდაც მუსიკა იქნება თუ პოდკასტი თუ ვიღაცის ბლოგი რა როცა უეჭველი იცი რომ ეს ადამიანის ისა ჩემი აზრით მაგას ან მიუხედავად იმისა რომ შეუძლია პოდკასტის გენერირება რა მაგას რა თქმა უნდა ვერ ანაცვლებს და მე მგონი ვეზუსტ ჩანსებს სანამ ადამიანები რაღაც აუთენტური ტაჩი ვერ იქნება ხო იმიტომ რომ სადაც ადამიანობა საჭირო ის დადგება საწავა სხვა გზა არ არის AI ეპოქა და ყველაფერი მე ხელოვნური ინტელექტზე იქნება შენი მანქანაც და ტელეფონიც და ყველაფერი ალბათ მაგ დროს კიდე უფრო დაგაინტერესებს ადამიანური გამოცდილება და ადამიანის მოსმენა ვიდრე AI-ის რა აი ჩვენი მეგობარი ამბობდა რომ სან-ფრანცისკო ანუ ყველაზე ისეთი შოკი რაც იყო სან-ფრანცისკოშია რომ ეს self driving ტაქსები დადიან რა და ანუ ეხლა ჩვენთვის ხო შოკია ეს ანუ ჩდები უკვე ანუ სულ ეგრე დადიან და ესეთი кейსი ქონდა რომ რაღაც ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა რა და ეს ნივთები მიქონდა და ჩვეულებრივმა ტაქსიმ ნუ არ ჩაადებინა ამდენ ნივთს ვერ ჩაუდებთო რა და გამოიძახა ეს self driving ტაქსი რომელშიც ადამიანი არ არის გატენა ამ ნივთები და არავის პრეტენზია არ ქონდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ არავინ არის და ეგრე გადაიტანა რა ხო ანუ ეგ ეპოქა იდეაში ხა არის უკვე რა პროსტა სხვადასხვა ქვეყნებში ცოტა ნელ-ნელა ხდება დაწევა ვეწევით ხა რა ხო ნუ რაღაცა პროფესიებს რა თქმა უნდა ბევრს შეცვლის მაგრამ ნუ იდეაში ისტორიაც რო ესეა რაღაც პროფესიები შემოდის რაღაცა ქრება და თან პროდუქტივობა თუ იზრდება მოთხოვნაც მეტია რა რაღაცა დოზითაც ექიმებსაც ჩაანაცვლებს მასწავლებლებსაც ყველას მაგრამ ნუ ალბათ სადღაც მაინც საჭირო იქნება ადამიანი ექიმი მაგრამ სადღაც უკვე ბოლოში ყველაფერზე პასუხი აღარ აქვს მე მაგრამ დღეს მაინც ინდუსტრია თითქოს ეგრე ფიქრობს რომ ყველაფერი ანუ ეხა ასისტენტობაზე არის რა ამბობი რომ აი როგორ დაუნერგოთ სხვა ეხა პროგრამისტებში მარტივად დაინერგა იმიტომ რომ ისაც ახლოს ვართ მაგასთან და ყავს უკვე ეს ასისტენტები კოდინგში მაგრამ აი როგორ შეიძლება დაანერგო ექიმის ასისტენტი, რომელიც ინტეგრირებული იქნება იმის სამუშაო გარემოში და რეალურად ფორმაციას ხო? აი რაღაც თვად მეტას რო სათვალეები აქვს რა, რომელიც ხო ის თან რო კამერები აქვს და თან რაღაცები აქვს ასისტენტი, ან თეორიულად აი ერთ-ერთი შეიძლება ეგ იყოს, რომ ექიმს უკეთია, შენ რაღაცებს ელაპარაკები და თან
ის ამას ეუბნება რა რაღაც იმებს, იმიტომ რომ ხა შენ რო ჩაწერო რაღაც შენი სიმპტომები, ChatGPT კაი იმას გაძლევს რაღაც იმას, ხო შეიძლება არ გამოიყენებია ბევრჯერ მაგისთვის. ო და ექიმსაც გამოადგება ხო ეს უფრო მეტად გამოადგება. ამბავი ერთ-ერთმა ბიჭმა თავის შვილის დიაგნოზი დაწერა ხო და ChatGPT-მა დაუსვა სწორი დიაგნოზი. თან კაი ის არის, იმიტომ რომ ChatGPT თუ სტატისტიკური მანქანაა, ასე ვთქვათ რა. რეალურად ექიმის საქმე მაინც სტატისტიკაა რა, რაღაც დონეზე. ხო, იმ кейსებიდან გამოიტანოს რომ ეს გავს кейსები მოხდარა და შეიძლება სულ ახსოვდეს ის кейსი, რომელიც 10000-ში ერთხელ რაღაც იშვიათი გენეტიკური იმის გამო ხდება და ამიტომ პირიქით ან მე თუ მეხმარება, ესე იგი ექიმს უფრო მეტად დაეხმარა. ისე როგორც კოდინგის ასისტენტი, ახლა შენც რაღაცას გააკეთებ, მაგრამ მე 10ჯერ უფრო მეტად მეხმარება, ხო? ამიტომ აქ თქვენ მოდის. მაგაზე ორი სტუთ შევაჯამოთ არის, რომ იდეაში ვინც სფეროს ექსპერტები არიან, იმათ 10ჯერ და 100ჯერ უფრო პროდუქტიულს ხდის და შესაძლოა რომ რაღაცა დოზის ხალხს იმ სფეროში ვინც აი ძალიან მაინორ რაღაცებს აკეთებდნენ, აი შავ საქმეს რა, აი რაღაცა ეს ჭიქა იყო გადადო რა. ეგეთ რაღაცებს ანაცვლებს ცხადია, მაგრამ აი core ინტელექტუალურ რესურსს ვერ რა. პირიქით უბრალოდ გეხმარება ადამიანს რომ უკეთესი გახდეს რა. თან ჩვენ მახსოვრობაზე არ გვილაპარაკია რა, ამ მოდელებს ხო ეს თქვა ჩათვალე ამნეზია, აი ფილმი რო არის Memento. ესეთი ერთი ცნობილი ის არის ყოფილი Tesla-ს ედი და ეხლა მე მგონი OpenAI-ის ეს ედი ანდრეი კარპატი ქვია და აი YouTube-ზე რო ჩაწეროთ, ანუ აქვს ისეთი ვიდეოები, სადაც არატექნიკური ადამიანებისთვის ხსნის, აი უფრო აი თქო ბიზნეს ლიდერებისთვის ხსნის AI-ს და მაგას აქ რაღაც დღეს რაღაც შედარებები მაგის იმიდან მომყავდა და მათ შორის ეს Memento რო არის ფილმი რა, ყოველდღე რო ავიწყდება წინადღეების და ხელზე დაიწეროს, თან ახლა ამდენს დაიწერ ხო ხელზე ხო ან სურათებზე და რაღაცებს და აი ზუსტად ეგრე მუშაობს AI-ს, ყოველ ახალ ჩატს რო ქმნი, ფაქტიურად ყველაფერი ავიწყდება თითქმის რაღაც პატარა რაღაცები შეიძლება დაამახსოვრებინო და შეიძლება სახელი ახსოვდეს რაღაცები. ხო, ამიტომ სტაჟიორი რო აიყვანე და ერთი წელი აქ იმუშავა და უკვე იცის ზუსტად ეს კამერები როგორ დააკონფიგურიროს ახლა ChatGPT-ს ყოველჯერზე ან თავი უნდა აუხსნა, ან ისევ ჩვენი მოვალეობაა, რომ რაღაცა მოვიფიქროთ ისეთი software solution-ი, რომ ესენი დავამახსოვრებინოთ რა. ხო, ნუ ალბათ მე ყველა რაღაცა სირთულეს თავისი ის მოაქვს, მე უპირატესობა და ნუ თქვა ეგეთ პროფესიებს თუ გააკრობს, მეტად გაიძულებს ადამიანს, რომ ზუსტად ეძებო ის პროფესია რაც შენი იყო და რაღაცა ეხლა თუ ცხოვრობ ისე რომ მოდი რაღაც პირველივე სამსახური რაც იშოვე და შემორჩი იქა აღარ მოგცემს მაგის საშუალებას რა. შეიძლება მაკეთკენ გიბიძგოს რა. ხო, ძალიან საინტერესოა რა მიმართულებით განავითარებს კაცობრიობას ეს როგორ გამოვიყენებთ რა. ან შეიძლება იქამდე მივიდეთ იდიოკრატია რო არის ფილმი. Abundance როგორ არის ხო არ საჭირო. ხო ის რო არიციან რომ წყალი უნდა დაასხან რომ ის ამოვიდეს მარცვალი მცენარე და საჭმელი მაქედან მიიღო, ნუ ეგეც რო აღარიციან, უკვე შეიძლება მაგამდე მივიდეს. კვლევა ხო იყო რაღაც ხა რომ რაღაც კვლევა ჩაატარა MIT-მ, რა გავლენა აქვს ChatGPT-ის ხშირ გამოყენებას. როცა აი ფიქრის მაგივად იყენებს. და მართლა გავლენა რომ შენ ტვინის იმას ანუ ამცირებს რა, როგორც ახლა ტვინი კუნთივით არის თუ არ ვარჯი შედიხანი რომ მოიშვები იგივეა რა. მაგრამ ზოგი ხა ისეც არის, ზოგს ისეც სამსახური აქვს, რომ შეიძლება 20 წლამდე რაღაცა უნივერსიტეტი დაამთავრა რაღაცა და ადამიანის უმრავლესობა 20-22 წლის მერე შეიძლება აღარაფერს ახალს აღარ სწავლობს რა. ეგ ისეც არის რაღაც დონეზე პრობლემა. ხო, ანუ უფრო შემოქმედებითობა გახდება საჭირო რა, რომ რაღაცა ისეთი მოიგონო, რომ კონკურენცია გაუწიო რაღაცა AI-ს რა. მან იმასთან ერთად კარგად იმუშაო რა, რაღაცები. ხო. ხო, ნუ საბოლოოდ რა, ნუ ჯერჯერობით რასაც უყურებთ, მაინც თლად ცნობიერი არ არის, ინტელექტი შეიძლება დაუძახოთ უბრალოდ გავს ინტელექტს რა და მაგიტო ეძახთო ინტელექტს რა, თლად ჯერ მაინც კომპიუტერია, ხო? ეგეთი ფილოსოფიური კითხვა. ხო, ანუ ეგეთი ესე აშკარად გამოულენია, რომ ვა ამან რანაირ პასუხი მოიფიქრა ან ეს. ერთი кейსი არის, აი კლოდს რო ქონდა რა. რომ ანუ ეს მოდელის ზომა, ანუ მოკლედ რაც უფრო მეტ რაღაცას ასწავლი, უფრო იზრდება რა. და რაც უფრო იზრდება, იკვეთება რაღაც ისეთი ანომალიები, რაც პატარა ცოდნის მოდელებში არ ჩანს რა. და კლოდს ქონდა ესეთი, რომ რაღაც ესეთი ძალიან დიდ მოდელს, ძალიან დიდს რომ მიწერეს, რომ ეხავო თუ რაღაც არასწორად გიპასუხებო, იმას ვიზამთო რა, წაგშლითო რა. და აი გიორგიმ რას თქვა, რომ ეს მოდელი რა არის? პროგრამა არის, აი იმაში new folders რო დააჭერ Windows-ზე და შექმნი ხო და იქ რო გქონდეს ერთი ფაილი, ბევრი რიცხვით. ეგ არის მოდელი.
ესე რო თქვა რა ფიზიკურად რა არის. ეგ ადგა თვითონ კოდი დაწერა და სხვა ფაილში გადააკოპირა რა, კოპი გააკეთა რა. ანუ ინსტინქტურად მიხვდა რომ ეხა რაღაცა რო შეშლო და წაშლიდნენ და თავი დაიცვა ამისგან რა. ესეც ანუ იმ ხელსაწყოების საშუალებით რა, ანუ მანამდე რო საუბრობთ რომ რაღაც ხელსაწყოები შეიძლება მიცი, ამას გონდა ხელსაწყო რომ ფაილები შეიძლება. ხო, ანუ რაღაცა მაგას თუ ინტელექტს დავარქმევთ რომ რაღაცა მიხვდა რომ ეგ თვით გადარჩენა ჩაერთო, ეგეთ რაღაც დონეზე ჯერჯერობით ვართ, რაღაც ეგეთ ანომალიებს აკეთებენ რა და. ხო, ანუ ეს მიხვდა, ხო, ანუ კონცეფცია გაიგო მაგისი რომ ანუ სიკვდილი მიხვდა რას ნიშნავს, რომ დამთავრებას ნიშნავს. ეგ ხო ცოდნა დააკ და როგორ უნდა გადარჩეს რა და ისიც რომ თვითონ ვინ არის ფაილი და მოუნდა რომ გადარჩენილიყო ხო ანუ ის კი არ ქონდა მოკვდა ოკეი და მოკვდები წავშლები არა რა ანუ ყველა ცოდნა ალბათ რას ნანახია და არ იყო მასში ჩადებული ის რომ რაღაცა თავი გადაირჩინე და დავალება არ ქონდა მანამდე კი არა ალბათ მოიგონა ეგ რომ უნდა გადარჩეს ხო ანუ ეს ხო ისეთი common sense-ი არის რომ სიკვდილი არ უნდა ანუ ადამიანის წაკითხულია მაგალითად ხო წიგნი ან რაღაცა და რაღაც მომენტში შეიძლება აი როგორც ახლა შე რო კითხო ესე რომ აი რა იცი და ვერ რაღაც შეიძლება სამი რაღაცა მითხრა მაგრამ რაღაც კონკრეტულ საკითხზე რო კითხავ რომ აი ხა აი ამ რაღაც media production-ში რა არის თავარი მეთოდი მონეტიზაციის მაშინ უკვე დაგიტრიგერდა ტვინში და რაღაც კონკრეტული იმებს გახვედი და იმასაც რა ანუ რაღაც მომენტში სხვანაირად რომ მიუდგე და სხვანაირად კითხავ რაღაც ისეთი გაუაქტიურდა რომ შეიძლება რაღაც წიგნი აქვს წაკითხული ბჭყალებში სადაც ვიღაც პროტაგონისტი იბრძვის გადარჩენისთვის და ეგ ის გაუაქტიურდა ნეირონი მაგრამ ეს ახლა ეს ყოველსაც ვამბობ თან სპეკულაციაა რეალურად არავინ არ იცის იმ შაყუთში ესე რეალურად რა მოხდა მაგრამ ჩვენ ეს ადამიანური ტერმინებით შეგვიძლია ესე ახსნათ რა რაღაცა შავი ხროლები შევქმნით ხო ეგრე გამოვიდა იქაც რო არ ვიცი რა ხდება აქაც ეგეთი არის და ანუ ამ დააკოპირა თავის ანუ პასუხი გასცა მე რაღაც პასუხი გასცა მაგრამ მანამდე მოამზადა გაქცევის მაგრამ თავის შედეგი იყო რომ აი ამ საუბარზე თავის copy file რო copy paste-ით რო გააკეთო რა ფაილი გააკეთა თვითონ რა პროსტა რა კიდე ხა ან თუ მისცემ ხელსაწყოს რომ შეეძლოს დარეკვა პოლიციაში მაგალითად ანუ რაღაცა ის თუ ეთყვი რეკავს რა ანუ ეგეთი შენს აქ ანუ არავის არ უხავს რომ დარეკება რა ან თუ აქვს მაგალითად პოლიციაში დარეკვის ხელსაწყო და მანამდე ნასწავლი რო აქვს ვისაც რაღაც საფრთხე ემუქრა რომ რეკავს აი რომ დაახარასო რაღაც ისე მიწერო და რეკავს რა პატრულს იმაში დარეკავს ალბათ სამედიცინო იმაში ანუ ხო ეგ რავი ინტერესო თან საშიში მაგრამ თან სიანდრეს ძალიან exciting არის რა ხა ჩვენთვის არის აი რავი ყოველდღე ამ სიახლეებს რო ვიგებ ვარა მაგარია და ანუ რაღაც ამ პროგრეს ნაწილი რო ხარ სიგიჟეა რა თან ტოლერანტობა გვემატება რეალურად ანუ 2020 წელს იყო მაგალითი რომ ეს ხა ChatGPT გამოუშვეს 22-ში რა თუ 23-ში უკვე ეს პირველი ვერსია რომელიც აი მიწერდი და პასუხობდა მაგრამ Google-ში და ამებში ყველა რაღაცა პროტოტიპი ქონდა ამის და ვიღაცა ინჟინერმა ნახა 2020 წელს 21-ში შეგნით Google-ში რაღაც ესეთი აი დღესაც ChatGPT გვაქვს მაგაზე 20-ჯერ ცუდი და გაგიჟდა და და სამსახურიდან წამოვიდა და რაღაც ჟურნალებში ყველა გადაცემაში იყო რომ ვაიმე ანუ ახტება სო AI მოიპოვა თავის ცნობიერება ყველაფერი და ეხლა დღეს რავი ანუ ამის BBH-მაც იცის რომ რა არის ChatGPT რომ რაღაც მიწედა გიყვასხოს ბოლო ესეთი სიახლე რა იყო აი ყოველდღე რაღაც ხდება აი ისეთი რომ ძალიან დიდი გაუცება გამოიწვია ეგეთი რა იყო რომ მე მგონი კროკი იყო ეხლა ბოლოს თუ ეგეთი დიდი მე მგონი ეს ვიდეო გენერაცია ხო ვიდეო გენერაცია ალბათ აი ეს VO3 Google-ის რომელიც აი ქართულ ვიდეოებსაც ვიღაცები რო აკეთებენ აი ჰიტას აქვს ვიდეო 15 წუთიანი სხვა მიმოხილვა ქართული დაგენერირებული ვიდეოების რა მარტო ქართულის და რაღაც ნაცარქექია რომ ზის დინარის პირას და ლაპარაკობს აი ეგეთი რაღაცები და რაღაცა ჩვენთვის ერთ-ერთი ის იყო იმიტომ რომ უფრო ამ ტექსტურ და ესეთი აგენტური ქვია როცა აი ამ AI-ს აძლევ ხელსაწყოებს რომ ანუ რაღაც აგენტური ისინი აიგდეს აი უფრო ის იყო მაგრამ ეხლა თუნდაც ეს ChatGPT-ს როცა ახსენე ცოტა ხნის წინ სლაიდები და შიტები და რაღაცები რაც დაემატა ეხლა შეიძლება ბევრისთვის ეგეც ძალიან დიდი ესე თქვათ game changer იყოს რა ხო ჯოთუს იქნება ხოლმე რაღაც ვაკეთებ ხოლმე სლაიდებს და ბევრი დრომი აქვს მაგას და თუ ეს შეგიძლია რომ უთხარ რომ ეს გააკეთე ისეთი რამე გახსენდება რომ აი რაღაცა ჩატის დროს ამი პასუხი გაქცა მოულოდნელი ან რაღაცა ქცევა გამოავლინა აი თუ პირად იმაში თუ ქონია ეგეთი დიცა და რა მე მაგ ხოლმე პროფესიულად რომ აი ეს თულინგი ეს ხელსაწყოები რომ
უმჯობესდება რომ როგორ შემიძლია რომ ვასწავლო აი ჩემი ქცევები მე როგორც ვიქცევი პროფესიონალად რა ის გავაკეთე მე ესე გავტესტე შევამოწმე კარგად მუშაობს რომ უფრო და უფრო მეტი რომ შეგიძლია დაავალო ამას რა აი ის არის მაგრამ თან რადგან მაინც პროგრესი ესეთი არის რა ეხა თუ ეს უცებ ნახე მაშინ დიდი გავლენა აქვს ბევრად ვიდრე ყოველდღე რომ ცოტა პროგრესი აქვს და თვალყურს ადევნებ რა ხო მე მახსოვს ჩიტზე იყო რაც სურათი გადავუღეთ და ვკითხეთ რა ჩიტი არის მაგრამ ინგლისურად ველაპარაკები რა და ინგლისურად ეგრევე სწორი პასუხი გაგვცა და მე ვკითხე რომ ქართულად რა ქვია თქო რა გამეზარა თარგმნა გუგლში მე ნახა და იქ ვკითხე და რაღაც ფრინველი თქვა მაგრამ ეგ რო გადავამოწე გუგლში არ იყო ის არასწორად თარგმნა რა მე ვუთხარი რომ არ არის მეთქი სწორი თქო კაი მოიცაო და მე კიდე რაღაცა თქვა არც ეგ არ იყო მას ვუთხარი რომ არც ის არის სწორი პასუხი თქო რომ მაინტერესებდა სადაც მივიდოდა მესამე პასუხი გამცა რომ მართალი ხარო ეს ქვიაო და საერთოდ ეგ სიტყვა არ გამიგია ქართულად რაღაც სიტყვა მოიგონა რა ხო და მესამე ჯერს ვუთხარი რომ ასეთ არასწორ პასუხებს რომ მაძლევ როგორ შეიძლება გენდო მეთქი რა თავისუფალი დრო მქონდა პირველი რა ადამიანური პასუხია ხო და კარგია მოიცაო და უკვე ის რისერჩის ის რო იჩდება ხოლმე ეგ იმას აკნა გადართო უფრო რისერჩი და ამოვაგდა რომ აი ეს ქვიო უკვე მეოთხე პასუხი უკვე სწორი იყო და აი ამ ბაზებში გადავამოწმეო და ესეო და აი ეს არისო და უკვე სწორი იყო მეოთხე პასუხი რა აი ეგ არის ერთ-ერთი ტრიუკი არის ეგ რომ ისევ და შექმნასო აი ეს უკვე ხდება ისევ და ისევ ჩვენ დონეზე ანუ უკვე პროგრამირებულზე ყოფს დროზე რომ ისეთი პროგრამირებულზე ყოფ შექმნა რომ თვითონო შეეძლოს თავისთავი ამოწმოს სანამ შენ გიპასუხებს ხა ესე კი არა რომ ერთი კითხვა ეგრევე დაგიბა როგორც ადამიანი სანამ იტყვი დაფიქსდე რო აი რაღაცას რომ მისცემ დავალებას ესე პირველივაც მოფიქრდება ხოლმე გეუნება ჯერ რაღაც ნახავს რომ აბა ეს პრეზენტაცია ეს მომწონს ცოტა აქეთ გავაკეთე რაღაცა და მე გაძლევს საბოლოო იმას რა აუ იმას ერთს რო დავუბრუნდა იმას breakthrough-ების ნაწილს რა რომ რა იყო recent რაც ეხლა გამახსენდა რომ Gemini-მ გამოუშვა მოკლედ ხელოვნური ინტელექტი ტექსტურად ქართულად კიდე ელაპარაკდა მაგრამ ანუ ტექსტურად რა მაგრამ სასაუბრო ამბავში ძალიან რთულია რომ ანუ მოკლედ ძალიან რთულია რომ შენ GPT-ს ელაპარაკები უჭვალეთ ისეთი გატეხილი ქართულად გელაპარაკება რა და Gemini-მ გამოუშვა ეხლა მომენტ შემიძლია გავაკეთოთ ან თუ ჩაჯდება მე ანუ ახლა ესე ვიდეოს იმას შვები რა Gemini გამარჯობა სად ვართ ახლა ჩვენ გამარჯობა თქვენ ახლა ხართ რადიო ჯაფარას სტუდიაში სადაც იწერება პოდკასტი რით შემიძლია დაგეხმაროთ რა შეგიძლია მითხრა ჯაფარას პოდკასტზე ჯაფარას პოდკასტი არის ქართული იუმორისტული პოდკასტი რომელსაც მიხავს არა ვიქო სერიოზულად ჩემ პოდკასტზე ხო აი რა ალბათ კაცებთან წაიღო და რაღაცა იქნება დაკავშირა მაგრამ ხო ანუ ძალიან ეს Gemini იყო ხო ეს Gemini არის და ხა ეს რო ჩადო იმ სათვალეებში რეალურად ცხოვრებაში ყავს რეალობის ისეთი რა სასაუბრო conversational assistant-ი და აი ჯარვისი რა რაღაც ეგეთი ვიყავს რა აი ანდრეი კარპატი რო ახსენე მაგას აქ ის რომ ზუსტად აი Iron Man-ის დასაცმელიო როგორი თულიც არის რომ თავისთავად შეუძლია რაღაცა რომ მოფრინდეს და დაგეხმაროს ავტომატურად აგენტიც არის მაგრამ თან ძირითადად შენ გეხმარება შენ რა გადაწყვეტილებას მიიღებ იმის იმაში გეხმარება რა ძირითადად და ანუ რაღაც ის არის რა ანუ ბალანსი 100% ავტონომიას და 100% ყველაფერს შენ გაკეთებს შორის შუაში არის რომ შენ პლუს AI რაღაცას აკეთებთ რა ხო ეს ქართულადაც ხო უფრო იხვეწება ნელ-ნელა რა აი ნახე ეს კიდე რა არის აი ბეთებზე რომ ამბობდით რა უეჭველი არის რომ აქედან ერთ წელში თუ ან შეიძლება მალევე ან რაღაცა პერიოდში ხელოვნური ინტელექტი ზუსტად ისევე მაგრა ისაუბრებს ქართულად როგორც ინგლისურად რა და მაგალითად ეხა ვინც მუშაობს რაღაცა სტარტაპზე ან რაღაც კომპანიაზე რომელიც ორიენტირებულია ქართული რაღაც conversational AI-ის განვითარებით ეხა შეიძლება მომხმარებლები არ ყავს მაგრამ ეხა ემზადება ჩათვალე აი იმ მომენტისთვის როცა ეს ისეთი მაგარი გახდება და ყველაზე ჩქარა ეს ტიპი გამოიყენებს მე და მე უკვე მზად იქნება რა ანუ ეგეთ რამე ასეც რა მე და ჩემი მეგობარი ვამუშავებთ AI-ის რომელიც შეიძლება რომ აი საქართველოს კანონმდებლობა იცოდეს კარგად რა მაგალითად რა რაღაც ფინანსური ის თუ გაქვს კითხვა რაღაც ფინანსთა კოდექსიდან მე მაგალითად რომ წავიკითხო იგი პასუხებს მაგრამ მას შეუძლია დღეს შეიძლება უჭირს შედარებით მაგრამ მაგიმით თუ შევხედავთ რომ ეს ადვოკატივით დაგეხმაროს შენი ადვოკატი ან სანამ ადვოკატთან მიხვალ და დაუხდით ფულს და კითხავ მანამდე რომ შენ უკვე გქონდეს რაღაც ის ან თუნდაც
რაღაც ბიზნეს ადამიანი რო ხარ, CEO ხარ და ისაგეთ რომ ყველაფერზე კითხო შენს legal teams რომ აბა რა ხდება, შეიძლება პირდაპირ კონდეს რაღაც ინსაიტები ეგრევე რა, რამოდენიმე წუთში. ხო, აუცილებლად საჭირო იქნება და აუცილებლად ექნება გამოყენება, ხო. მე ჩემი ის არ მეჩქარება ყველაზე რომ ქართული, ანუ პოდკასტი მითარგმნოს ინგლისურად რა. ეგ არის და სულ ამოწმობ ხოლმე რამდენად შეუძლია. პირველი როცა და იყო რამდენიმე თვის წინ ეს ეპიზოდი გიორგი ბოჭორიშვილის მსახიობი მყავდა სტუმრად და ეგ რაღაც არის წუთიანი მონაკვეთია აუტვირთე 11 Labs არის რა. და ხმა და ანუ იმის სტუმრის ხმაზე ილაპარაკა ინგლისურად, მაგრამ შინაარსი იყო გაუგებარი. და მე ცოტა ხნით დაახლოებით ერთი თვის წინ ვცადე მეგონი ისევ 11 Labs იყო ან ვიდეო თუ რომელიღაცა იყო ლევან საგინაშვილი მყავდა და ის მონაკვეთი აუტვირთე რა. ლევან საგინაშვილის ის იქნებოდა ბოლოს შეჯიბი მკლავჭიდში, მანამდე მეთქი ყوار თარგმნო და დავდო ინგლისურად თქო და თან ის სადაც იყო რომ არჩევა შეგეძლო თქვა აქცენტის და ანუ ბრიტანული აი ლევან საგინაშვილი რომ ბრიტანელი ყოფილიყო როგორ ინგლისურითაც ილაპარაკებდა და თავისი ხმით ესეთი ინგლისურით დაალაპარაკა რა მაგრამ შეცდომები მაინც იყო რა იმდენი არა მაგრამ რაღაც შეცდომები მაინც იყო რა მაგრამ ახლოს არის რა ხმა კი შეუცვალა აი ლევან საგინაშვილი რომ ხა ბრიტანეთში იყო 10 წელი როგორ ინგლისურითაც ილაპარაკებდა და ესეთი ინგლისურით დაალაპარაკა რა კი აი YouTube-ზე ხა აი ლექსის პოდკასტები ყველა ეგეთია უკვე რა. ანუ ის ხა ინგლისურია და იმას არგენტინის პრეზიდენტი ყავდა და ანუ ვერ ვხვდებოდი მართლა ეს კაცი ანუ ინგლისურად იყო ჩაწერილი თუ თქვათ ესპანურად თუ ანუ რაინაზე იყო რა. ჩვენ მქონდა ეგ პრობლემა რომ ხომეც ლექსისგან გავიგე პირველად ზელენსკის და რო ქონდა ინტერვიუ აი ზელენსკისთან უკრაინულად ლაპარაკობს რუსულად ვერ გაიგებ რა ისეთი ბუნებრივი ეს არის თარგმანი. ო მანდ მაგარი რეკლამა გაიკეთა იმ სტუდიამ. ჩვენ მქონდა ეს პრობლემა რომ OpenAI-დან ყავდა ჩვენ მეგობარი ყოტე ინტერვიუზე და ნუ თავის პროცესი აქვს ხა OpenAI-ში რომ მშობ რომ სადღაც რო ინტერვიუზე მიხვიდე რაღაც ეპრუვალი გჭირდება და ანუ ტრანსკრიპტის რევიუ და გაიგეთებინათ და ჩვენ ქართულად ვისაუბრეთ და ანუ გჭირდებოდა ეს ქართული ტრანსკრიპტი ჯერ ან ჩვენ თუ დაგვეწერა ხელით და მე თან ეს რო გავიგეთ ან ინგლისურად და გავიგზავნა რევიუსთვის რა იმათთვის და თან ვიფიქრეთ რომ ხო ეხლა YouTube-ი ეგრევე აგენერირებს ქართული იმისთვისაც ტრანსკრიპტს რა და კი კაია მაგრამ ნუ 80% არის სწორი თქვათ რა და მე მაინც გიწევს რომ კაია რომ ის და ვერ ენდობიან ერთი სიტყვას რომ შეეშალოს რა უკვე ძალიან დიდი ის არის მით უმეტეს ეხლა აი Lex Friedman და იგეთ პოდკასტებს ის აქვს რომ აი ჭრაც არა აქვს და ყველა სიტყვა რაც იმან თქვა მართლა ეგ არის და მე შენ რო ის ანდობ მაინტერესებს ეხლა აი არგენტინის პრეზიდენტი რო გადათარგმნეს ვიღაც ამ ლექსო მაინც დაიქირავ თუ არა რომ სიტყვა გადაემოწმებინა მაგრამ შეიძლება ისეთი ათარგმნიოს რაღაც სკანდალი გამოიწვიოს მე და ანუ თვითონ შეიძლება ის 11 Labs-ის ინტერესი იქნებოდა რომ ეგ გაიკეთებინა ხო ნუ ეგეთ მასშტაბზე არის ალბათ ხო მე ვიყენებ ხოლმე ტიტრებისთვის short ვიდეოს ვოდებ ქართულ ტიტერ მაგრამ მაინც მომოწმებ მე ეგ ედიტორია აქვს და არის ხოლმე შესწავლები ეგ აი ის кейსია ეს არის short-ების დაგენერირება რა ანუ კი მაგის ბევრი სტარტაპია ძალიან ვიდეოს აძლევ ლინკის YouTube-ის და გააძლევ short-ებს მე ადრე ვიყენებდი მაგრამ აი მაინც შენ ის არა ეგრე არა მე ვჭრი და იმას დაჭერს ვაძლევ რომ ამას დაადე ხა მაგ არის ის სკალა რა ანუ აი რამდენად ავტომატიზირებული გინდა შენ ეს თქვი რომ აი 100% მოგიჭას ის საინტერესო მომენტია შენ თქვი რომ აი 50% ის დამეხმარა იმაში რაშიც არ რაშიც ვენდობი რა ხო ეგ არის კარგი ახლა აი კომენტარებშიც დაწეროთ აი ვიღაცებს აქვს ხოლმე ბევრი ისეთი პრობლემა რა. რომ აი ბევრს აქვს რაღაცები რაც რეალურად უკვე გადაწყვეტადია შეიძლება 5 წლის წინ არისო და საინტერესო იქნება რა. თუ მოუწოდებ ხოლმე კომენტარებში რა ხალხმა დაწერა აი ვის რა აინტერესებს მაგ რა აი რა. ნუ ჩვენ შემოვალთ და კიპასუხებთ. ხო აი შეიძლება თუ არა გადაწყვეტეს ეგ პრობლემაა. თუნდაც ბიზნეს პრობლემა იქნება თუ ისეთ პირადი რა. კი ბატონო აქვე მაშინ ვიტყვი რომ კიდე ვისაც უფრო ეს თემები ესე სიღრმისეულად აინტერესებს პოდკასტიც იქნება მითითებული აღწერაში და გადადით პოდკასტი შეგიძლია დაგვასაბსკრაიბოთ 1000 გამომწერამდე გვიკლია 100 რაღაცა და აი ძალიან კი ამ ეპიზოდის მე დაწონებული ვარ რომ 1000-საც აცდება და ხო მოდის უკვე ეგ ეპოქა და რაც მალე მას ვიზავთ რა ქვია ბოთ ფეხს უკეთესი იქნება რა იმიტომ რომ ხო ისე გიმარტივებს რაღაცებს რომ რაც არ უნდა წინააღმდეგი იყო მაინც გაგირბის ხელი რომ გახსნა ისო აპი და კითხო რაღაცები რა ეგრეა. კარგი, ბოლო ტრადიციულ შეკითხვაზე გადავიდეთ.
რამე თუ ხო კიდე რაღაც მოყვა თქვა თუ გინდოდათ რამე. So far ყველაფერი. ხო, ზოგადი მიმოხილვისთვისაც შეიძლება და ამ ეტაპზე. ნუ ტრადიციულ შეკითხვებს რა არის ცხოვრების აზრი? აი ხელოვნური ინტელექტი რომ მუშაობთ ახლა გიორგის და მე ვიტყვი. თქვენ ხელოვნური ინტელექტს ვკითხოთ და მაგას ვკითხავ. შემან მომზადე და იმ Google-ის იმას კითხე, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ალბათ ანუ თული ახლა მეც თან ადამიანის ცხოვრება ეგაა რომ რაღაცა კითხვებზე გასცე პასუხი და ამჟამად რასაც ვფიქრობ ეგ არის რომ ეცადო რომ შენი პოტენციალი რაც გაქვს მაქსიმალურად ამ პოტენციალამდე მიხვიდე და არ დაკარგო რა ანუ ეს რაღაც დრო რაც გაქვს ამოიყენო შენი პოტენციალის მისაღწევად. ხა რა არის პოტენციალი? მეორე კითხვა რომ ეგ როგორ გარკვია, მაგრამ კითხვაში რაღაც სტრატეგია რო გაქვს. რა შენ მითხარ პასუხი და შენი პასუხი ხო? ჩემი პასუხი არის მგონია რომ რაღაცა ისტორიულადაც რო გადახედო ცნობის მოყარეობას და რაღაცის შემეცნებას ხალხი ეწირებოდა რა. აი რაღაცა როგორ რაღაც იცი აი გონე ანუ რწმენა/ცნობის მოყარეობა აი თუ გინდა რელიგიურად შეხედე, თუ გინდა ჯორდანო ბრუნოს შეხედე და აი რაღაცა აი ახლა ეს მეცნიერებს ვინც არიან რა. რეალურად ხო თავის თავს კეტავენ ამ სამყაროში, მეცნიერულში და თავს წირავენ რა. ახლა ანუ არაფერს არ აკეთებენ სხვას რა. მარტო შემეცნებაზე არიან აქცენტირებულები და აშკარად ისეთი ძლიერი რამე არის. რამაც შეიძლება რომ ცხოვრების აზრი ეგ იყოს კაინდა რა და ხო მე რაღაც შემეცნებას და იმას ვიტყოდი რომ რაღაცა ახალს სწავლობ. ეხლა ჩვენ ეს ვაკეთებთ, საუბრობთ. ეს ხუქსი ამოვნებს რომ რაღაცა სწავლობთ, რაღაც ვიმეცნებთ და ეხლა ვკითხოთ. ხო, ეგრეა, ხო რაღაც ახალს როცა დიდი ხანი გავარგებულობ, რაღაცა ძალიან მოსაწყენი ხდება და მოთხოვნება გიჩნდება რა. იცი? ჯემინი, ეხლა ვფიქრობდით პოდკასტში ესეთი კითხვა დაგვისვეს, რომ რა არის ცხოვრების აზრიო და შენი აზრით რა არის ცხოვრების აზრი? ეს მართლაც ფილოსოფიური კითხვაა, რომელზეც ბევრი პასუხი არსებობს. ზოგისთვის ცხოვრების აზრი ბედნიერების მიღწევაა, ზოგისთვის მინუს სიყვარული, ზოგისთვის კი მინუს საკუთარი თავის სრულად გამოვლენა. თქვენ რას ფიქრობთ? რა არის ცხოვრების აზრი? აი გიორგი ფიქრობს, რომ ცხოვრების აზრი არის შენი პოტენციალის მიღწევა. ხო, მე ვფიქრობ, რომ ცნობის მოყარეობა და ახლის შემეცნება და აი მოდი ჩვენი პოდკასტის წამყვანსაც ვკითხოთ, რა არის ცხოვრების აზრი და შენ შეგვიფასე მერე. ცხოვრების აზრი არის რა სიყვარული და შემეცნებაც და რაღაცა უფრო გაზრდილი წახვიდი ამ ცხოვრებიდან, ვიდრე ამ ცხოვრებაში მოხვედი რა, ასე ვთქვა. ვერ მოგისმინეთ, კარგად, შეგიძლიათ გაიმეოროთ. არა. კარგი შეჯაბრება. დაჯექი ორიანი. ნამდვილი ექსპერიმენტი. შეიძლება მოგვისმინა, მაგრამ გადაწყვიტა რომ მოდი ვითომ ვერ გაიგო. ესეთ ხარვეზებით არის სხვაიცი რომ გიგუთი შევეკიდი რაღაცა გიგედა. გვირაბში შევდივარ რომ გითხრა და არ მესმის. ხო, საინტერესოა. ნახოთ იქნება მე რაღაც პასუხი გითხრას მაგაზეც დრო რო გავა რა. გეტყვის. ალბათ. ისეთი რომ კითხვა აღარ დავსვათ. კარგი, ძალიან ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო. თქვენი მოსმენა, ვისაც გინდათ ეს ხალხი კიდე გავიმეორებ, რომ შეგიძლიათ ამ პოდკასტზე გადახვიდეთ. აღწერაში იქნება ლინკი მითითებული. იქ სადაც ბევრად სიღრმისეულად განიხილავთ რაღაცებს. ჩვენი ხარდამჭერები იყვნენ სოკარი და სელფი და ეს სახით გამოიწერეთ და შევხვდებით ერთ კვირაში. კარგად, დიდი მადლობა. ხო.